გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და რა თქმა უნდა, მე მოგესალმებით ჩემს სტუმართან ერთად პოდკასტ არეადან. სანამ სტუმარს გაგაცნობ და გეტყვით ვინ არის, მაგამდე გეტყვით რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმდგენი მეგობარი გახდა პროკრედიტ ბანკი, თქვენ უკვე ეს იცით, რომელიც არის 26 წლიანი გამოცდილების გერმანული ევროპული ბანკი და მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ნუცა კოღუაშვილი, ვინც არ იცით, გეტყვით რომ ის არის ჰარვარდის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ნეირომეცნიერების კვლევარი და ნუცას აქვს YouTube-ზე გვერდი, ჩენელი, როგორც ეძახიან, ძალიან საინტერესო, რომელსაც ქვია Spin Your Brain. ქართულად არ ვიცი როგორ არის ზუსტად, მაგრამ მოკლედ მოძებნით, იმიტომ რომ თან მე ლინკს გავაყოლებ ქვემოთ აღწერაში, ვიდეოს აღწერაში, გადადით, ნახეთ, იმიტომ რომ აი რაღაცნაირი ფაქტებზე დაფუძნებული ძალიან საინტერესო ინფორმაციას გადმოსცემს და გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის და მადლობა რომ მომიწევთ. მიხარია ძალიან, ჩემთვის ბოლონდროიდელ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმდინარეობაში ხარ, ასე ვთქვათ, რასაც ქვია ნეირომეცნიერება და დღეს ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, სანამ კამერა ჩართული, ცოტა ფილოსოფიურ საკითხებზე ვისაუბრებთ და არა ფილოსოფიურზეც ალბათ და ჩემთვის რატოა საინტერესო ძალიან ესეთი თემების განხილვა, იმიტომ რომ ჩვენ აი რაღაცნაირად ცოტა სულიერ გზაზე მიმავალ ადამიანებს, რომელსაც მე პირადად სულიერ და პირად განვითარებას ერთმანეთთან საერთოდ არ გამოვყავთ და ერთ და იგივე რაღაც მგონია. აი რაღაცას ტვინის ფუნქციებს და რაღაცას მოვიაზრებთ ხოლმე ისე, რომ აი თითქოს სიტყვის მასალა ვთხმარობთ რა და მნიშვნელოვანია აქ მეცნიერების ჭრილი შემოვიდეს და ცოტა სხვანაირად დაგვანახოს ეს როგორ არის სინამდვილეში რა და რეალურად არც ვფიქრობ, რომ ერთმანეთისგან როგორ გითხრა, ძალიან რადიკალურ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, იქ უფრო რაღაც შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობით არის საუბარი, აქ უკვე ფაქტებზე დაყრდნობით, იმიტომ რომ მეცნიერება მაინც ფაქტებზე დაყრდნობით. სანამ საუბარს დავიწყოთ მე და ნუცა, თქვენ იცით ცოდნის მოყვარე პოდკასტი და PSP რომ მეგობრობენ და ჩვენ საინტერესო ეპიზოდებში ვცდილობთ გაგაცნოთ საინტერესო საკვები დანამატები. ამ შემთხვევაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საკვებ დანამატზე სახელად კეპლერი. ეს არის საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების და კოგნიტური ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ეს საკვები დანამატი კეპლერი შეიცავს ციტოკოლინს უკაცრავად, რომელიც არის ბუნებრივი ნაერთი და წარმოადგენს ფოსფოლიპიდების წინამორბედს. ციტოკოლინი ხარს უჭერს ნეირონების მემბრანების აღდგენას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და იცავს თავის ტვინის უჯრედების დაზიანებისაგან. ასევე ხელს უწყობს თავის ტვინის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. რომ შევაჯამოთ, ციტოკოლინის მიღება ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღების და კონცენტრაციის შენარჩუნებას, ტვინის ენერგეტიკული რეზერვების მხარდაჭერას, კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას სხვადასხვა ასაკობრივ პათოლოგიურ მდგომარეობებში. რა თქმა უნდა, ასეთი საკვები დანამატის მიღებისას აუცილებლად კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან და ისე უნდა მოეხმაროთ და მე ლინკს დავტოვებ აუცილებლად აღწერაში, სადაც თქვენ შეძლებთ რომ გადახვიდეთ და მისი სრული აღწერა ნახოთ და სრული სამებრ შეიძინეთ. გამარჯობის საშუალების ხმის არ მოგეცი იმდენი ვიტლიკინე. გამარჯობა კიდე ერთხელ. კი ბატონო, ჩვენ დავიწყოთ საუბარი ესეთი თემით. მეხსიერება, დამახსოვრება და გადაპროგრამება. ესეთი ის მაქვს მოცემული ჩემს პატარა შპარგალკაში, თუ როგორც არის ქართულად. როგორ იწერება და ინახება მეხსიერებაში რაღაცა მოგონებები ტვინში ზოგადად, აი ეს მინდა რომ ამითი დავიწყოთ, ამითი გავხსნათ. ხო, მეხსიერება ძალიან საინტერესო თემა. თვალში რაღაც ჩამივარ და მეხსიერების გამო არ ვტირი. ძალიან საინტერესო თემაა და განსაკუთრებით ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მე მაქვს მაგალითად ძალიან სერიოზული პრობლემა მეხსიერების. ძალიან მიჭირს ფაქტების და სახელების და ესეთი მოვლენების, არამნიშვნელოვანი მოვლენების დამახსოვრება. დონეზე რომ წავედი და გადავიღე MRI რომ რამე ხომ არ არის თქო, მაგრამ არაფერი არ არის, უბრალოდ ხშირად ხდება ისე, როდესაც ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებს ტვინი, ფილტრავს ხოლმე რაღაცა ისეთ ამით ვიწყნარებ თავს, მაგრამ ახლა ჩემი პირადი გამოცდილება რომ გვერდზე გადავდოთ, მეხსიერება ძალიან საინტერესო ფენომენია ტვინში და არ არის ესე რომ როგორც ფაილი იწერება დრაივზე ასე არ ხდება ფაილების შექმნა, რეალურად ტვინში გვაქვს ძალიან ბევრი ნეირონი, ხო? მილიარდობით ნეირონი და ეს მილიარდობით ნეირონი აკეთებს ტრილიონობით კავშირს ერთმანეთთან. და აი თითოეული მეხსიერება არის ახალი კავშირი ამ ჩვენს ნეირონებს შორის. და
ჰიპოკამპი, ჰიპოკამპუსი ინგლისურად, ეს არის ის რეგიონი, რომელიც ითვლება, რომ არის მეხსიერების ცენტრი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მეხსიერება არ ინახება ერთ ადგილას. თუნდაც ეს ჰიპოკამპი იყოს ჩვენი მეხსიერების ისეთ ცენტრად აღიარებული და თუ ის ზიანდება, ჩვენი მეხსიერება საკმაოდ ზიანდება. როგორ შეიძლება დაზიანდეს აქვე უცებ აი, მაგალითად, ძალიან კარგი ეგეთი ცნობილი შემთხვევა არის პაციენტი HM ქვია, იმიტომ რომ ადრე მაგალითად ნეირომეცნიერები როგორ სწავლობდნენ ტვინის ფუნქციებს. არ იყო FMRI ანუ სკანირება, აკვირდებოდნენ რა იყო დაზიანებული ტვინში ადამიანში და რა ფუნქცია შეეზღუდა ადამიანს ამის გამო. ამითი თურმე ეს რეგიონი პასუხისმგებელია, თქვათ, საუბარზე, თუ თქვათ, ბროკას რეგიონი დაზიანდებოდა. და მძიმე ეპილეფსიის დროს ხდებოდა ჩარევა და ერთ-ერთ პაციენტს ტვინში იმგვარად ჩაერიან, რომ დაუზიანდა ეს ჰიპოკამპი, ეს მეხსიერების უბანი და რა ხდებოდა ამ ადამიანის ცხოვრებაში. მას ყველაფერი ახსოვდა ამ ოპერაციამდე, მაგრამ ახალ მოგონებას 30 წამზე მეტხანს ვერ იჩერებდა. ძალიან საინტერესო მოვიდოდა და კაცი გამარჯობა როგორ ახარ, შენ ვიხარ? 30 წამში ისე გქონდა გამარჯობა როგორ ახარ და ამიტომ ეს იყო ძალიან საინტერესო кейსი მოვლენა ნეირომეცნიერებაში ამ ადამიანს ძალიან ბევრ ექსპერიმენტს უტარებდნენ. ამ ადამიანისგან ბევრი რამე ვისწავლეთ, ესე ვთქვათ, მეხსიერებაზე, რომ მეხსიერება არ არის ერთი ტიპის. ჩვენ გვაქვს ესე ფართოდ რო დავყოთ ორი ტიპის მეხსიერება. ერთი არის დეკლარირებული, ინგლისურად explicit მეხსიერება. ანუ როდესაც შენ პირდაპირ შეგიძლია თქვა, მე მახსოვს, რომ ვარ ნუცა, დავიბადე აქ. აქაც არის ორი ტიპის ეპიზოდური მეხსიერება. ჩვენი ისტორია, ვინ ვართ, რა გადაგხვდა და სხვა ადამიანების. არის სემანტური, ანუ ფაქტობრივი მეხსიერება, აი საფრანგეთის დედაქალაქი არის პარიზი, ორი განსხვავებული. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს არადეკლარირებული მეხსიერება. როგორ უკრავს პიანისტი პიანინოზე, როგორ ვატარებთ ველოსიპედს. და სხვათა შორის აი ეს ამ პაციენტს, რომელსაც საერთოდ აღარ ქონდა მეხსიერება დეკლარირებული, არ ახსოვდა არც ერთი მოვლენა, მას ეს პროცედურული მეხსიერება მაინც შენარჩუნებული ქონდა. და აი საოცარი ის იყო, რომ უტარებდნენ ექსპერიმენტს, მაგალითად აჩვენებდნენ რაღაცა სიტყვებს. სპილო, ვეფხვი, ფისო. 30 წამში ხო აღარ ახსოვს, რომ ეს ნახა. რო ეკითხებოდნენ აბა ცხოველები ჩამომითვალე, სპილო, ვეფხვი, ფისო. ამბობდა. აი ეს არის ის ჩვენი implicit ინგლისურად არადეკლარირებული მეხსიერება, რომელიც წარმოიდგინე რამდენ რამეში გვაქვს და ჩვენ არ ვიცით, ხო? როგორ ვაკეთებთ საჭმელს, როგორ ვუკრავთ, უამრავი რაღაცა ინახება ჩვენს ტვინში, რომელზეც ესეთი გაცნობიერებული ცოდნა ჩვენ არ გვაქვს. ანუ აქ გიკითხავ ხო თუ შეიძლება რომ გავიგო რას ვამბობთ რა. ეს მეორე მეხსიერება არის შეგრძნებითი მეხსიერება? პროცედურული ანუ მაგალითად მე რომ ფორტეპიანოზე ვუკრავ, ანუ 1000-ჯერ რომ მაქვს დაკრული, უკვე ავტომატურად მიდის ამის დაკვრა, ისე რომ არის ნოტის ჩახედვა არ მჭირდება და არაფერი მსგავსი, ხო? მანქანას როგორ ატარებ? ხო, აი აბსოლუტურად. ხო, ყოფილა რომ მანქანაზე მე მაქვს ცოტა მედიტაციური გონება რა და მედიტაციურ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდე ნებისმიერ მომენტში რა, ლაპარაკის დროსაც, ხო? და მანქანაზე ბევრჯერ მქონია ეგ რა, სამწუხაროდ. მაგრამ აი ავტომატში ატარებ უკვე რა, თითქოს არის გჭირდება რა, ავტომატურად უხო, ავტომატურად ჩართავ იმას სიმციმას, მაგას გულისხმობთ, ხო? კი, ეს პროცედურული რაც არის, თუმცა შენ საინტერესო ფორმულირება, როგორ თქვი, ემოციური მეხსიერება, ხო? საინტერესო არის ეს ნაწილიც, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ემოციური მეხსიერებაც და სწორედ რას ნიშნავს, რომ როცა რაღაცა ემოციური მოვლენა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ამ დროს აქტიურდება სხვა უბნებთან ერთად ამიგდალას, რომელიც არ ეძახიან შიშების უბანს სინამდვილეში ის გაცილებით მეტ რამეს აკეთებს, მაგრამ ემოციურად დატვირთულ მოვლენებთან დაკავშირებით აქტიურდება ეს რეგიონი და როცა ის აქტიურია, ის კიდევ უფრო აძლიერებს აი ამ ჩვენი ჰიპოკამპის მუშაობასაც. ამიტომაც უფრო ღრმად იბეჭდება ისეთი მეხსიერება, რომელიც დაკავშირებულია ემოციასთან. მაგრამ კიდევ სხვა ტიპის მეხსიერებაზე რო ვისაუბროთ, ასოციაციური. აი მაგალითად ზიხარ და წინ გიდევს ბანანი. და ამ დროს დაგირეკეს და ძალიან ცუდი ამბავი გითხრეს. შენ რა თქმა უნდა ცნობიერად ვერ გაიხსენებ რომ ბანანი
ასოცირდა ამ ცუდ ამბავთან, მაგრამ ტვინი აკეთებს ამ ასოციაციებს. და შეიძლება შენ სხვა დღეს, რამდენიმე წლის შემდეგ დაინახო სადღაც იმავე ფორმით ბანანი და უსაცოდ ხასიათზე დადგე და არ იცოდე რატომ. იმიტომ რომ ის აქტიურებს აი იგივე ნეირონულ ბმებს, რომელიც მაშინ ჩაებეჭდა ტვინს ემოციურად და ამას რო გაიაზრებ, წარმოიდგინე, რო არ ვიცით ხოლმე რატო ვართ ესე, დღეს რატო ვარ ასე ცუდ ხასიათზე. იმდენი ჩვენი არადეკლარირებული მეხსიერება ინახება ტვინში და მე დარწმუნებული ვარ სხეულშიც, მაგრამ ეს ცოტათი მეცნიერულად დადასტურებული ჯერ ისე არ არის, ღიად ვისაუბრო, მაგრამ ინახება ამდენი ინფორმაცია, რაც ახდენს ჩვენს განწყობებზე და საქციელზეც კი, ხო? შესაბამისად საქციელზე. ხო, ყველანაირად, აბსოლუტურად ყველანაირად. აი ეს ასოციაცია, ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი. ჩვენ როდესაც ვიბადებით, ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ ნეირონები რამდენიც გვაქვს, თითქმის იგივე რაოდენობა გვაქვს ცხოვრების მანძილზე. ახალი ნეირონების წარმოქმნა ხდება, მაგრამ იშვიათად და კონკრეტულ ბუნებში, მათ შორის აი ამ მეხსიერების უბანში, მაგრამ ძირითადად რაც იცვლება არა ნეირონების რაოდენობა, არამედ მათ შორის კავშირები. აი ბავშვს ყველაზე მეტი კავშირი აქვს, ანუ ბავშვ 2 წლის და 1 წლის ბავშვ უფრო მეტი სინაფსური კავშირი აქვს, ანუ ნეირონებს შორის კავშირი, ვიდრე ზასულ ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ სწრაფად ითვისებენ? იმიტომ რომ მას ბევრი ასოციაცია აქვს ტვინში. ანუ ყვითელი ბანანი, ცუდი ამბავი, ტელეფონი ის დაკავშირებულია მის ტვინში სამუდამოდ და მე ნელ-ნელა ხდება არასწორი ასოციაციების ჩახსნა. აბა კარგად აგვიხსენე. აი მაგალითად რა შუაში ახლა ყვითელი ფერი და ის ცუდი ამბავი, ხო? სადღაც ტვინმა უნდა ისწავლოს, რომ ეს ასოციაცია უნდა ჩაიხსნას, ეს სინაფსური კავშირი და ბავშვის ტვინმა ჯერ ესენი არ იცის. ხო, იმისთვის ბევრი კავშირები არის ძალიან. მივხვდი, ხო. ხო, ერთხელ გამახსენდა ბავშვებზე ერთი ექსპერიმენტი, ვიზუალური მასალას არსებობს, მგონი, ზუსტად კავშირში არ არის, უბრალოდ გამახსენდა და მაინც მოვყვები. გველებთან რო დასვავენ ბავშვებს, ნანახი ხო გაქვს. გველებთან სწავენ ბავშვებს რა და ეს ბავშვები თოთო ნუ აი წლის უფრო პატარა რაღაცა ესე და 2 წლამდე მაქსიმუმ ალბათ რა და ამ გველებთან შედან ხან ხელს მოკიდებენ, ხან იმას იზავენ, ხან და მშობლები უყურებენ მის ფანჯრის უკან და მშობლები კანკალებენ ის იმართება და ამათ რეაქცია არ აქვს. არ იციან რომ ის საშიშე მათთვის ჩვეულებრივი რაღაცაა და ჩვეულებრივად იმაშობენ. თუმცა არის რაღაცა ინსტინქტური შიშები, რომლებიც მაგალითად კიდესთან მისვლის შიში არის რაღაცები, რაც არის ინსტინქტური შიში. ხო და ეს ინსტინქტური შიშია თუ მაგალითად გადმომეცემა მე დნმ-ის მეხსიერები ჩემი მშობლები იგივე არის? ნუ ხო, ინსტინქტური შეიძლება ბევრი რაღაცის გამო იყოს, შენ ჩამოგიყალიბდეს ბავშვობაში რაღაცა ინსტინქტი, შეიძლება ეპიგენეტიკურად გადმოგეცეს, რომ რო არ გადავიდეთ, საინტერესო თემაა კიდე როგორ გადმოგვეცემა ეს მეხსიერებები. მანამდე რომ დაუბრუნდეთ ჩვენს მეხსიერებას, აი ამ ასოციაციურ კავშირებს და მგონი კარგად ებმა შეიძლება მაყურებელს დაინტერესოს რა უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთესი მეხსიერება გაგვიხსნას, ხო? რატომ ებმა? ერთ-ერთი გასაოცარი ამბავი არის, რომ ყველაზე კარგად მეხსიერების კონსოლიდირება ხდება ძილში. ცნობილი ექსპერიმენტი, სადაც დაადასტურეს, როგორ ხდება გამეორება მოგონების ინფორმაციის, იყო ასეთი, რომ თაგვებს ჩასვავდნენ ლაბირინთში და უნდა მიეკულიათ საკვებამდე. შეერთებული იყვნენ ეს თაგვები და ნეირონების აქტივობას უყურებდნენ ტვინში. და როცა თაგვი იკვლევდა გზას, ტვინში ზუსტად იგივე გეოგრაფიით ინთებოდნენ ნეირონები, ანუ აქტივობა იწყებოდა ნეირონების და ასე იმახსოვრებდა თაგვი გზას საკვებამდე აი ამ მის ლაბირინთში. ეგ კარგი, ესე იგი, რუკა შექმნა ტვინმა იმ ადგილის, რომ დაემახსოვრებინა. როცა იძინებდა თაგვი ყველაფერს ზუსტად ისევ თავიდან გადიოდა, ოღონდ უკუღმა გადიოდა. ანუ თავიდან იმეორებდა ყველაფერს. ამიტომაც ითვლება, რომ თუ კარგი მნიშვნელოვანი გამოცდა გაქვს, ან რაღაც აუცილებელი არის კარგი ძილი. ძილის დროს ხდება მეხსიერების კონსოლიდირება და თუ არ ქონდა კარგი ძილი და ძილის დროს ძალიან ბევრი სხვა რამეც ხდება, მაგრამ რადგან მეხსიერებაზე ვსაუბრობთ, არასწორი ასოციაციების ჩახსნა. თუ შენ გაქვს განსაკუთრებით ღრმა ძილის ფაზას აღწევ და სრულფასოვანი ძილის ციკლები გაქვს,
აი ყვითელი ბანანი და ცუდი მოვლენა ჩაიხსნება. რატო არის ხოლმე ცუდი ძილის შემდეგ რომ ცუდი ძილის შემდეგ რომ ცოტა გაღიზიანებულები ვართ. იმიტომ რომ აი ეს არასწორი ინფორმაცია არ დაიფილტრა და ისევ დარჩა. აქტიურია ის სინაფსური კავშირები, რომელსაც არ აქვს დიდი არცებითი მნიშვნელობა და ამიტომ არის კრიტიკული რომ გვეძინოს. ну, კიდევ ბევრი სხვა ტექნიკა არის მეხსიერების გასაუმჯობესებაზე. თუ დაგინტერესებს მოგიყვება. კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ მაგამდე ვიკითხავ, აი ეს ძილთან და მაინტერესა, რატო ხდება ჯერ რომ უკუღმა გავიდა ეს ყველაფერი თაგვის ექსპერიმენტის შემთხვევაში და ჯერ პირველი კითხვა იქ და მერე შემდგს დაგისვა. არ ეს უბრალოდ მექანიზმია ტვინის როგორ აკეთებს თავიდან მეხსიერების შექმნას. ხე ორი რამე აქვს მეხსიერებას. ერთი არის რომ დაიმახსოვრო და მეორე არის შენ შეძლო ამ მეხსიერების ამოღება. შეიძლება რაღაცა იყოს ტვინში დამახსოვრებული, მაგრამ შენ ვერ აკეთებ ამოღებას ამ ინფორმაციის. ამიტომ რეალურად ძილში ხდება თავიდან გასვლა როგორ უნდა ამოიღოს ინფორმაცია. ინგლისურად retrieval კარგი სიტყვაა, ხო? ესე იგი ერთი არის ჩაწერა და მერე ამოღება. რომ ის მერე დაგრჩეს, ესე ვთქვათ, ხო და გამოყენებაში დაგრჩეს ამოღების, ანუ იცოდე როგორ ამოიღო. თორე რამდენი როგორც ხა იგივე პროცედურული რაღაც მეხსიერება, მოგონება არსებობს, მომდიც აღარ გვახსოვს. ეგ არის ჩემი მაგრამ ის სინაფსური კავშირები იქ მაინც დიდი ალბათობით არის. ხო, რაღაცები იშლება, მაგრამ მოგონების ამოღებაზე არ დამავიწყეს რომ უნდა გკითხო როგორ ხდება გაუმჯობესებაც, მაგრამ ამ მოგონების ამოღებაზე გავაკეთებ ხა კონცენტრებას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ეხლა 31 წლის ასაკში რაღაც ანუ მედიტაციებიდან და ასე შემდეგ აი ტვინის ამ იმაში გადართვის შედეგად ჩემი ბავშვობის ისეთი მოგონებები ამოვიდა, ხო, ესე ვთქვი, რომელიც საერთოდ არც ვიცოდი თუ არსებობდა რა, აი რაღაცნაირად არ არსებობდა. ეხლა ამოვიდა და ამოხი. ჯერ მაინტერესებს რატო ხდება, რომ რაღაცას ვიმახსოვრებ და რაღაცას ვერ ვიმახსოვრებ. ანუ ისევ ის არის, რომ არ არის საჭირო იმის დამახსოვრება და ტვინი ზოგავს ენერგიას, ესე ვთქვათ, თუ აი რა ხდება მაგ დროს. ხო, ნუ ხე ძალიან რთული და ღრმა შეკითხვა არის, როგორ ირჩევს ტვინი ზოგადად რა დაიმახსოვროს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება გქონდეს, რატომ არ იმახსოვრებს რაღაცას. მანდ დამახსოვრებული აქვს, მაგრამ იმისთვის რომ ძალიან დიდი ტკივილი არ იგრძნო, ამისთვის ირჩევს რომ ეს არ ამოვიდეს ქვეცნობიერიდან, მაგრამ ის მაინც ფონურად არსებობს. ინგლისურად background-ში მაინც არსებობს. და შენი კითხვა რა იყო, რატომ როგორ ფილტრავს? როგორ ფილტრავს რა დავამახსოვროს და რა არ დამამახსოვროს? აი კიდევ ერთხელ ფაქტი ის არის, რომ ემოციით დატვირთული ინფორმაცია ყველაზე კარგად იბეჭდება ტვინში. თუმცა ამიგდალაც თუმცა აი ეს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის არ ჩაიბეჭდა. შენ რომ არ გახსოვს, ეგ ნიშნავს რომ ტვინის სხვა უბანი თუ ეს შემთხვევაა, რომ განგებ ივიწყებს. განგებ ივიწყებს ჩვენ ენაზე ნიშნავს განგებ არ ვაცნობიერებთ რომ გვაქვს, ხო? თორე ეს არ ნიშნავს რომ იქ ეს სინაფსური კავშირები არ შედგა. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მე სულ ესე ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა მეხსიერებას, რაღაცა ემოციას, მოგონებას გაურბივართ, ორმაგი დატვირთვით მუშაობს ტვინი თქო, იმიტომ რომ ის სინაფსური კავშირებიც აქტიურია ნეირონებს შორის და აქტიურია მაგალითად პრეფრონტალურ კორტექსში კონტროლის მექანიზმი, რომ შენამდე ამ ინფორმაციამ არ ამოაღწიოს. ანუ ენერგიას ვხარჯავთ. ეს არ არის რაღაცა ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაცია, ძალიან ბევრი სხვადასხვა კვლევის შედეგად შექმნილი ჰიპოთეზა არის, უფრო ეს იქნება სწორი რო ვთქვა, მაგრამ სწორედ ამიტომ ხდება, რომ აი ადამიანი როცა გახსნის, ამოიღებს, ან ემოციას გამოუშვებს, თითქოს მეტი ენერგია მოსდის. და ხანდახან რომ არ იცის, სად მიდის საერთოდ შენი ენერგია. აი ძალიან ხშირად მიდის შეკავებაზე. აი ეს ახლა რასაც ვიტყვი, ნამდვილად დადასტურებულია, რომ ჩვენ ემოციურ რეგულირებას ძალიან ხშირად ვეძახით არ შეგრძნებას ემოციების. რა და პირიქით, ემოციის სუპრესირება, ხო? შეკავება. პირდაპირ დადასტურებულია, რამდენ პრობლემას იწვევს როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის კუთხით, გულის დაავადებები, ასევე მენტალური. ანუ ემოციის შეკავება, პირიქით ეს არის ენერგიის წაღება ისეთ რაღაცაზე, რაც ერთხელ რო ამოვიდეს, ის ძალიან მტკივნეულია იმ დროს. ძალიან, მაგრამ ის მერე გადის. ეს ანიშნავს, რომ ერთხელ ამოსვლა სამუდამოდ გაიყვანს, ეს ნიშნავს, რომ იმ ემოციასთან გამკლავება, შეხედვა, შეგრძნება, რაღაცა ვადით იმას აკეთებს, რომ შენ აღარ გმართავს. გმართავს ხო რას ნიშნავს? გმართავს ნიშნავს, რომ
არ ვიცი რატო აკეთებ ამას. და როცა ვიცი, ის უკვე აღარ გმართავს. შეიძლება შენ მაინც რაღაცა ისევე გააკეთო, მაგრამ მინიმუმ უკვე გრძნობ და ამიტომ აი ეს გაცნობიერება, თუმცა აი ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ ნუ ეს რატომ მქონდა ეს, რატო არ ვაღიარებდი ამას, ან რატომ არ ვიხსენებდი ბავშვობის ამოვლენას, რა სუსტი ვიყავი. ესეც არასწორია. იმიტომაც არ იხსენებდი, რომ იმ დროს შენი ფსიქიკისთვის ეს უფრო კარგი თავდაცვა იყო. ამიტომ ამ მეთოდს მადლობა უთხრათ. ამან იმუშავა იმ დროს, როცა საჭირო იყო. ეხლა შეიძლება დრო არის უკვე რომ ჩავხედოთ. ანუ არც ერთ მეს არ ვეჩხუბოთ, რომ რატომ მაშინ ვერ ხდებოდა. თუმცა ეხლა არ მინდა რომ დამავიწყდეს, როცა შენ თქვი, რომ ისეთი მოგონებები ამოტივტივდა, რომელიც არ მახსოვდა. აბსოლუტურად დამტკიცებულია ნეირომეცნიერულად, რომ შესაძლებელია სრულიად ისეთი მოგონების მეხსიერების და ინფორმაციის ჩადება ადამიანის ტვინში, რომელიც რეალურად არ მომხდარა. ამიტომ როცა ვამბობ, რომ აი გამახსენდა ესეთი რამე, ხუცფელად წარმოდგენა არ მაქვს, მართლა მოხდა ეს თუ დედას მოყოლიდან ვიცი თუ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. შენ თუ ეს გაგახსენდა, უკვე შენი ისტორიის ნაწილია და ეს საოცარი მაგალითი, როგორ არასწორი მეხსიერების ჩადება შესაძლებელია. ესე იგი, ახლობლებს აწერინებდნენ ესეთ 5 ეპიზოდს ცხოვრებაზე, მაგალითად, რო დაწეროს, არ ვიცი, შენ ახლობელმა ადამიანმა 4 ეპიზოდი ნამდვილი შენი ცხოვრების შესახებ და მეხუთე მაგალითად ეგეთი ეპიზოდი, რომ შენ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ზუსტად shopping mall experiment თქვი ამას, სავაჭრო ცენტრში დაიკარგე, როგორ ტიროდი, როგორ ვიღაც უცნობამ გიპოვა და მე როგორ შეხვდი დედას ბედნიერ. ამას რო კითხულობ რაღაცა პერიოდში, მე შენ გეკითხებიან ისტორიებს და შენ ამას ყვები ისე როგორც ნამდვილ გადამხდარ ამბავს. უმეტესობა აი ამ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების, აი ამ სავაჭრო ცენტრში დაკარგვის ისტორიას ყვებოდა როგორც თავის ისტორიას. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, რომელიც ძალიან მომწონს. ადამიანებს აყურებინებდნენ კრიმინალურ სცენას. სხვადასხვა ხშირად შეგვიყვანონ ახლა მე და შენ და შენ გაყურებინონ ერთი და იგივე ისტორია, რაღაცა სადღაც შევარდნენ და დააყაჩაღეს. მაგრამ დეტალები არის განსხვავებული. ჩემთან ხელი მოკიდა საფულეს, შენთან ხელი მოკიდა ტელეფონს მაგალითად. მე კითხებოდნენ რა ნახე შენი თვალით. შენ მოყვებოდი რა ნახე და ეს შენი მეხსიერება აი ამ ნანახის იყო სწორი. მე ჩვენ ერთად დაგვსვავდნენ და ჩვენ ვჯელობთ აბა რა ნახე. ამის შემდეგ როცა გვეკითხებოდნენ ესე ვთქვათ, რა ნახეთ, ჩვენ ყვებოდით ისეთ რამეს, რომელიც ჩვენ კინოში არ ყოფილა. მაგრამ იმიტომ რომ მე და შენ ვიმსჯელეთ ამაზე, უკვე იქ აღარ ახსოვს ტვინს, ახლა მე ეს იქ ვნახე. თუ აი ამ ჯელობით, აი ეს მოგონება, იმიტომ რომ როცა ადამიანი გიყვება რომ დააფიქსირო, ძალიან ხშირად გაქვს ვიზუალიზაცია რას გიყვება. ხო აი რაღაც მეგობარი გიყვება რომ აი წავედი აი ეს ვნახე, ხო? თითქოს ხედავ, ან თუ ნაცნობ ადგილს გეუბნება, თითქოს ხდება ეს შენი მეხსიერების ნაწილიც. ხო და ეხლა გადავედით ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაზე. თუ ესე არის, რასაც ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ, გამოდის, რომ ანუ რეალობა რა არის მაშინ? რეალობის აღქმა რას ნიშნავს, ხო? ანუ თუ მე შემილია, რომ ჩემს გონებას აქ ეგ უნარი, რომ რაღაც წარმომადგენინოს, დამაჯეროს, რომ ის რაც მე აი, გავიხსენე ხა ბავშვობაში რა მოხდა თუ რაღაც და ის არ არსებობა, მაგრამ ჩემთვის ეგ რეალობა არის. მაშინ რეალობა სად არის? ну არსებობს ფაქტობრივი რეალობა? ხო, ძალიან ფილოსოფიური კითხვა, მაგრამ შენ თხოვნას გავითვალისწინებ და მთხოვე რომ არ დამავიწყო რომ კითხო როგორ მეხსიერება გამომჯობესო თუ ამაზე უცებ კი პასუხებ მეხსიერების გამომჯობების და გადავალ რეალობაზე. კი, მაგაზე ჩერჩევნია შემიძლია რეალობა მქონდა და შეგვიძლია რომ მოუთხეთ ამ მეხსიერებას. ხო, ამიტომაც არის რომ რაც არ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ ტექნიკებზე, რა თქმა უნდა არის და რამოდენიმე ჩამოგითვლი, მთავარი მაინც არის ტვინის ჯანსაღი. ანუ როდესაც ტვინი არის ჯანსაღად, ეს ნიშნავს, რომ ძილი აქვს საკმარისი, საკვები აქვს ნორმალური, მოძრაობს. მედიტაცია მაგალითად ეს არის მეხსიერებისთვის, ну ყველაზე ერთ-ერთი ისეთი ტექნიკა, რომელიც აუმჯობესებს, იმიტომ რომ აუმჯობესებს ფოკუსს და აქ ყოფნას და აქ ყოფნა ავტომატურად ნიშნავს, რომ უფრო კარგად აღიკვავს ტვინი, რა ხდება და კარგად იმახსოვრებს, მაგრამ ტექნიკების კუთხით ერთ-ერთი გავრცელებული ტექნიკა არის
აა მაგალითად კითხულობ რაღაცას და გინდა რომ დაიმახსოვრო. ერთია რომ კითხულობ და მეორეა როდესაც შენ თვითონ ცდილობ ამოიღო შენივე ტვინიდან მეხსიერება. აი სამჯერ რო წაიკითხო ერთ და იგივე ტექსტი და ერთხელ რო წაიკითხო და მეორეჯერ აბა შენ თავს მოუყვე რა წაიკითხე, გაცილებით კარგად დაგამახსოვრდება, იმიტომ რომ მან მარტო დამახსოვრება კი არ ხდება, იმის გავარჯიშებაც როგორ ამოვიღო მე ეს ინფორმაცია. მაგალითად და კიდევ არის არარეგულარული ინტერვალებით გამეორება. მაგალითად გინდა რაღაცა დაიმახსოვრო და წაიკითხე ეს ტექსტი და შენ თავს ეუბნები რომ ამას გავიმეორებ ერთ დღეში, მერე 7 დღეში, მერე ერთ თვეში. ესე იგი არარეგულარული ინტერვალებით თუ ტვინი იმეორებს, იმ ინფორმაციის დამახსოვრება ძალიან კარგად ხდება, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ტვინი იყოს ჯანსაღად. არ მიდიოდეს ენერგია რაღაცა ისეთი ემოციების ბექგრაუნდში გადამუშავებაზე. რაზეც ვისაუბრეთ. არ აკლდეს ძილი, არ აკლდეს მინერალები, მაინც ეს არის და რა თქმა უნდა, რაც უფრო ასაკი გვემატება, ახალი რაღაცების სწავლა. ახალი რაღაცების სწავლა ეს არის ერთადერთი რაც მეტნაკლებად დღეს მაგალითად ალცჰაიმერისთან წინააღმდეგ ბრძოლაში არის რომ ისწავლე, აი ახალი ენა ისწავლე, ან ახალი რაღაცა ისწავლე, რომ ტვინი გავარჯიშე. ეხლა დაუბრუნდეთ შენ. მაგრამ არა, შევიდეთ. იმიტომ რამოდენიმე კითხვა. ერთი რომ კროსვორდი მე მახსოვს ბავშვობაში მივალი, კროსვორდები შევსე და ტვინიო გექნება ეგ ეგ კროსვორდი არის სიმბოლიზმი იმისი რომ შენ იხსენებ რაღაცას და ნახე ავარჯიშებ ტვინს ისევ არსებული ინფორმაციის ამოღებაში. ხო, უნდა გაიხსენო დიდი ალბათობით იცი, მაგრამ აბა როგორ მიაგნებს ტვინი, ამიტომ აქვს ამასაც კი. კი ბატონო. შემდეგი რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ, სანამ გადავალთ იმ ჩვენს ფილოსოფიურ საკითხებზე, არის აი ეს რაც თქვით, რომ ენერგიის გახარჯვა იმაზე, აი ორი მუშაობას რასაც აკეთებს ტვინი, რასაც მითხარ, ერთი რომ დაივიწყოს რაღაცა რაც აქვს და თან ახსოვსო, ხო? აქ შემოვიტან ტრამვის ამბავს, იმიტომ რომ ძირითადად შემთხვევაში რასაც ტვინი ივიწყებს, ჩემი გამოცდილებით, ყოველ შემთხვევაში ჩემი დავიწყებული ისტორიით არის რომ რაღაცა ტრამვა, რომელიც ძლიერი იყო და მე ვამბობ ხოლმე ესე რომ მადლობა ტვინო, იმიტომ რომ შენ მე მაშინ გადამარჩინე, დამავიწყე და ამარიდე მაგ ყველაფერს, მაგრამ ეხლა მოვიდა დრო, როდესაც რაღაცებზე ვმუშაობ და მოდი ეხლა რაღაცები გაიხსენე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეხლა რატომ ვლაპარაკობ ამას, მე მყავდა ერთი სტუმარი, რომელიც თქვა რომ აი ტრამვებზე დიდად აი ესე ჩაციკულას და იმას არ ვაღიარებო რა, იმიტომ რომ ძალიან იციან ადამიანებმა რომ ეს სულ წავედი ეხლა რაღაცა ავტობუსმა სიტყვაზე და ავტობუსმა გამყვა წავედი ფსიქოლოგს ვლაპარაკე რომ დავიტრამვე და რაღაც, მაგრამ საბოლოოში მე რას მივხვდი იცი რომ ბავშვობაში განსილი ძლიერი ტრამვები ძალიან აფორმირებს ადამიანის ქცევას და ცხოვრებას რა. მხოლოდ ჩემი გამოცდილებით შემიძლია მივილაპარაკო, მეტის უფლება არ მაქვს, რომ მე რა პერსონაჟადაც ჩამოვყალიბდი რაღაცა წლების განმავლობაში. ახლა 31 წელს რაღაცები გავესწრებ, ხვდები რომ იმ ტრამვის ნაყოფი იყო, რომელიც აი როგორ გითხრათ, თითქოს მე არ ვიყავი. აი იმას ჭირდებოდა, თითქოს ეგეთი ის მაქვს და ეს ტრამვა რო ვაღიარო და რო ვთქვი რომ ეს ტრამვა არსებობს, თითქოს აი ესე მომძვრა რაღაცეები და აი გამოვედი მზის შუქზე უკვე თითქოს რეალური თქო რა, მაგრამ აქ მეცნიერების პასუხი მაინც. აი ნახე, იმდენად მრავალწახნაგოვანი თემა არის და რატომ? შენ აღიარე რომ ჩემი ეს ქცევა განაპირობა აი ამ ბავშვების ამ გამოცდილება. რა თქმა უნდა, ტრამვები რაღაცა ტვინი რა მოდელს იმახსოვრებს, როცა იზრდება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, მე ტვინი როგორ აღიქვავს სამყაროს. მე თუ ისეთ გარემოში ვარ, სადაც მუდმივად ჩემზე უარს ამბობენ, მუდმივად, რა თქმა უნდა, ეს მე აფორმირებს ჩემს წარმოდგენას, როგორია ზოგადად გარე სამყარო. ეს ამას ორი აზრი არ უნდა. მაგრამ ეხლა როცა შენ ამბობ, მეორე მხარესაც შევხედოთ. აქ არ არის ცალსახა პასუხი. რა თქმა უნდა. შენ როდესაც გაიზარდე და თქვი რომ მე ახლა დავარქვი სახელი, რომ ჩემი ეს ქცევები გამოწვეული იყო ამ ტრამვით, ჩვენ აწი ამას ვერ გავიგებთ ეს ასე იყო თუ არა. იმიტომ რომ ტვინი არის პროგნოზირების მანქანა, ის მუდმივად ის ყოველი მილიწამით ადრე და ამაზეც ვისაუბრებ რეალობაზე. მანამ დედებს პროგნოზს რა იქნება. მას უყვარს, როცა მან იცის რა როგორ არის. ძალიან ხშირად როცა გავიგებ, რომ აი ცოტა ისე გასაგებად რომ ავხსნა, ხო? აი მე ჩემი მაგალითად თავდაცვის მექანიზმი ტკივილისგან იყო გაქცევა. იმიტომ რომ
მაგალითად დედა და მამასთან არაჩვეულებრივ უსაყვარლესი მამა მყავდა, მაგრამ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა. აი, შეიძლება მაკრატელი აქ რატო არ დევს, აი ამაზე ეყვირა და მე მეშინოდა. რაც ეს არ მახსოვდა დიდად იმდენად რაღაცა კარგი ის, რომ გამახსენდა ყველა, აჰა, აი მე რო იქ მეშინობდა, მე რო საბანს ვიფარებდი, მე რო ამიტობებია ბაბუასთან გავბოდი. არ ვიცი. ამიტომ ჩამოვყალიბდი მე ამათ თუ იმიტომ რომ ჩემი გენეტიკური პრედისპოზიცია იყო იმგვარი, ან ჩემი ეპიგენეტიკა, ან მუცლადყოფნობის დროს ისეთი გამოსწრება რომ მე ასე აღვიქვავდი, ასე უტრირებულად აღვიქვავდი მამის ამ ყვირილს. მაგრამ შეიძლება რომ ყველაფერი და ეგეც ზუსტად. აი ისეთი თქვა მინდა, ზუსტად ყველაზე კარგი ეს არის, რომ ესე გამოყოფა, რომ მე იმიტომ ვიყავი ესეთი, რომ მამა ყვიროდა, არ იქნება სწორი, ან 100%-ით მტკიცება, რომ ამის გამო. ერთი რამ ცალსახა არის, რომ გენეტიკას დიდი გავლენა აქვს იმაზე და მარტო გენეტიკაზე რო ვისაუბრობთ, არამც თუ იმაზე თუ რა ხდებოდა მუცლადყოფნობის დროს და უამრავი დასტური მოდის იმისი, რომ ჩვენი ტვინის განვითარებაზე ახდენს გავლენას ეს მუცლადყოფნობის პერიოდი. არამც თუ ეპიგენეტიკაზე, ანუ როდესაც ჩვენი წინაპრების მეხსიერება გადმოდის ჩვენზე, ხო? ეხა ეს ეპიგენეტიკური ტრაუმების გადმოსვლა პირდაპირ დადასტურდა, ძალიან მიყვარს ეს ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ახსოვს გავუგნდი, როცა წავიკითხე, რომ ხა თავს რო უყვარს ძალიან ყველი. მაგრამ როცა ყველთან ახლოს მიდიოდა, ელექტროშოკს ურტყავდნენ, რომ მას ესწავლა, რომ ყველი და ნეგატიური სტიმული ერთად ტვინს ესწავლოთ და აღარ ეყარებოდა ყველს. შვილები რო უჩნდებოდნენ, ისინიც აღარ ეკარებოდნენ და თავი კითხვა იყო, რომ როგორ სწავლობენ ეს თაგვები. შეიძლება უყურებენ და ამიტომ, ხო, მშობელს უყურებ და ამიტომ. ამიტომაც ეს ამათი შვილები გამოიყვანეს სხვა ლაბორატორიაში ხელოვნური განაყოფიერებით და ისინიც არ ეკარებოდნენ ყველს. მაგრამ კარგი ინფორმაცია აქ ის არის, რომ ამ თაგვებს მათი გამოცდილება რომ შეიცვალა, ნელ-ნელა მაინც გაბედეს და გასინჯეს ეს ყველი. რატო? აი, მაინც სადღაც გასინჯეს, იმიტომ რომ დიდი ხანი გავიდა, ამ ყველთან ასოცირებული მათში რო არაფერი არ მოხდა, ან ძალიან ახლოს დაუდეს, ან ხშირად დაუდეს და რომ ეს მომავალი თაგვები. მომავალი თაობის თაგვები. გადაწერეს ეს კოდი მშობლების და ისინი ჩვეულებრივად იწყებდნენ მერე ყველის ჭამას. კი, ჩვენ პრედისპოზიციები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გამოცდილებას აქვს ძალიან დიდი გავლენა მერე იმას როგორ გადააწერს და ეგ ადამიანებში რო გადავიტანოთ რა, აი ხა ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი კოლექტიური ტრავმა არსებობს და მაგას ხო ძალიან არა, მაგრამ რაღაცა თაობების ხო ჭირდება, რომ გადაიწეროს ის ახალი თაობა სხვანაირად მოიქცეს, მე კიდე სხვანაირად მოიქცეს, რომ ეს რაღაცნაირად სხვა ქმედებაში გადავიხო ეგრეა. სწორედ ამის თქვა მინდა, რომ ჩვენი ტრავმების, ესე ვთქვათ, ან ისეთი მოგონებების გადაწერა ჩემ აღქმაში ყველაზე მეტად ხდება ჩვენი ახალი გამოცდილებით. არა ამაზე მხოლოდ საუბრით, ან ეს ამიტომ არ ასე, ახალი გამოცდილების შექმნით. წავიდეთ და შევჭამოთ ყველი. თუ ჩვენ გვეუბნებოდნენ, ხო, რაღაცა ახალი გავუბედოთ, რაღაცა ახალი გავაკეთოთ, რომ გადაიწეროს ის მოგონება, რომელიც იმ კონტექსტში, შეიძლება იმ წინაპრისთვის ძალიან აზრიანი იყო, იმ კულტურა როგორ ყალიბდება, ხო, იმ კონტექსტისთვის ეს ყველაფერი გამოსადეგი იყო, ამიტომაც შერჩა ადამიანს, მაგრამ ჩვენ თუ სხვა კონტექსტში ვართ, აი იმდენად სხვა კონტექსტში ვარ, ცხოვრობთ ეხლა დღეში ვიღებთ იმდენი რაოდენობის ინფორმაციას, თამგინ 50 წლის წინ 50 გაზეთი შეიძლება მაქსიმუმ ადამიანს ენახა. და დღეს რაღაცა გიგაბაიტების ინფორმაციას იღებს ტვინი. სხვა კონტექსტში ვართ. გადასაწერი გვაქვს რაღაცები ამ ჩვენი ახალი გამოცდილებით. და საიდან წამოვედით? საუბრობდით? კი, აქ კიდე ერთი კითხვა რაც მაგ სანამ კიდე ამ თემას დავტოვებთ არის გენეტიკური გადაცემა ინფორმაციის რა. ეგეც მაინტერესებს როგორ ხდება უბრალოდ გენეტიკის ამბავია და რაღაც მეხსიერებაში იბეჭდება გენეტიკურ კოდში და მე ჩემთანაც გადმოდის და თქვათ არსებობს რამე ალბათობა რომ არ გადმოვიდეს ანუ უკითხავ ხა იყო შეიძლება ძალიან ისე მაგრამ მაინტერესებს ფული და უყე თემა არის გენეტიკა რა არის ეს სხვა შორის ძალიან კარგი ეპიზოდები მაქვს გენებზე და თუ დაგაინტერესებთ მართლა ჯობიათ რომ ნახოთ იმიტომ რომ რთული თემა არის გენეტიკა რა არის ანუ ჩვენ გვაქვს ეს დნმ რომელიც არის დაახლოებით 3 მილიარდი ასო ნუკლეოტიდი ანუ
სულ 4 ტიპის ასოარი და იმის და მიხედვით როგორ არის ჩავლაგებული ეს ასოები, ჩვენ გვეცვლება შემდეგ ჩვენი გენი არის განსხვავებული. მაგალითად, თვალის ფერის გენი ესეცალკე არ არსებობს, მაგრამ დავუშვათ. თვალის ფერში, თვალის ფერად გარში პროტეინის გამკეთებელი გენი. თუ იქ არის რაღაცა კონკრეტული ასოები წერია, მაშინ შენ გექნება მუქი ფერის თვალი, იმიტომ რომ ის უფრო მეტი გააკეთებს და თუ სხვა ასო წერია, ღია ფერის თვალი. აი ესეთი გვაქვს ჩვენ დაახლოებით 23,000 სხვადასხვა გენი. ეს გენი, აი ეს ასოების თანმიმდევრობა, როცა გადმოგეცემა, არ იცვლება. ანუ რაც ქონდა დედას, მამას, არ იცვლება. ამ გენის შეცვლა ხდება 10,000 წელიწადში ერთხელ რაღაცა ისეთი მუტაციის შედეგად. მაგრამ ამ ეპიგენეტიკით, იმიტომ აღთოვანდა სამყარო, რომ კარგი, მაგალითად მე ალბათ ყველაზე გასაგები მაგალითი იქნება დოპამინი, ალბათ ჩვენმა საერთო მაყურებელმა კარგად იცის, ხო? თუ ბევრ დოპამინს აკეთებს შენი ორგანიზმი, უფრო მოტივირებული ხარ, უფრო მეტი ენთუზიაზმი გაქვს და გვინდა რომ გქონდეს ეს ბევრი დოპამინი. დოპამინი რომ ბევრი იყოს სისტემაში, დოპამინის რეცეპტორი უნდა იყოს შესაბამისი. აი მაგალითად არსებობს გენის ვარიაცია, რომელიც ისეთ რეცეპტორს აკეთებს, რომელიც კარგად არ ეწევება დოპამინს, ანუ ნაკლები დოპამინი გაქვს. არსებობს ისეთი ვარიაცია, რომელიც პირიქით ბევრ დოპამინს შეუშვებს თავის თავში, ანუ ბევრი დოპამინი გაქვს. მაგრამ ეს გენეტიკურად რო გადმოგეცემა არ შეგეცვლება. მაგრამ აი ამ რეცეპტორის, დოპამინის რეცეპტორის წინ არის რეგიონი, რეგულატორული რეგიონი ქვია, ქართულად თუ სწორად თარგმნი, რომელიც აი ხილაკს ეჭირება, აი შეიძლება მართლა ეს შედარება მოვიყვანოთ, რომ რამდენი დოპამინის რეცეპტორი გააკეთოს. კი, დოპამინის რეცეპტორი შენი გენეტიკის მიხედვით გექნება, აი ეს ფორმა. მაგრამ რამდენი რეცეპტორს გააკეთებს? ბევრს თუ ცოტას. აი ეს რეგულატორული რეგიონი ეპიგენეტიკული, ანუ გადმოგვეცემა ჩვენ მშობლებისგან და იმათ შეიძლება კიდე წინაპრებისგან. ესე იგი, შენ შეიძლება გადასარევი რეცეპტორი კონდეს, გენეტიკურად გამართული რეცეპტორი დოპამინის, მაგრამ აი ეს რეგულატორული მექანიზმი, იმიტომ რომ ბევრი ტრავმა ჰქონდათ ან რაღაცის გამო ისე შეეცვალა შენ წინაპარს, რომ არ აკეთებს ამ რეცეპტორებს. ცოტა რეცეპტორი გაქვს და ცოტა თუ გაქვს, დოპამინი ცოტა გაქვს. და მაგ დროს რა შვები? აი სწორედ ეს არის, მაგრამ როცა იცვლება გამოცდილება, შენ ბევრ ამას აკეთებ ახალს, ხო? ის რეგულატორული მექანიზმიც იცვლება და ის იწყებს, აი ეს ეპიგენეტიკა არ არის ესეთი ჩაჭედილი, სულ კარგი სიტყვაა, ხო? ჩაჭედილი, როგორც გენეტიკა. გენი, ეხა რეცეპტორის ფორმა არ შეიცვლება. თუმცა უკვე ამის ცვლილება შეიძლება, მაგრამ ეხა ეს ხო. აი კიდეც რა ახსენე, შენ ახსენე, რომ აი ჩვენ გვაქვს, ეხლა რასაც თქვი, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, რომ გადავწეროთ რაღაცეები, რაც ესე გენეტიკურად, თუ ეპიგენეტიკურად მოგვწევს რა, მაგრამ აი არის რომ ყველთან რომ მივიდე, მე ჩემი გონება მეუბნება რომ არ მიხვიდე და მე ხო, აი არ მივალ, იმიტომ რომ ჩვენასაც ვახსენებთ, რომ ახალი რაღაცეები და შევცვალოთ, ეგ აი გულთვალთ რომ აღიაროთ რა, მთელი დედამიწის მოსახლეობის რაღაცა პროცენტი შეუძლია და რაღაცა უფრო მეც არ შეუძლია. შეძლებოდა და არ შეძლებოდაც არ არის, მაგრამ არა აქვს სრული რომ გააკეთოს რა, იმისთვის მოცემულობა არის რომ ყველთან მისვლა არ შეიძლება და ყველთან მისვლა არ შეიძლება. ხო ეგრეა. კი, ოღონდ კიდევ უფრო ძალიან ღრმა თემას ვეხებით, რომ რა არის ის მე, რომელიც ამბობს, რომ ეხლა ეს უნდა გადავწერო. ხო. აი ძალიან ფილოსოფიური. ვინ არის ის, ვინც ამბობს, რომ მე გადავწერ და ვინ არის ის, ვისაც არ შეუძლია რომ გადაწეროს? კი, ეგ ძალიან ღრმა და ფილოსოფიური თემა, არ ვიცი, გინდა რომ აქ ხო, მაშინ ამაზე პირდაპირ სპოილერ ალერტი, ამაზე პასუხი ვინმე რო თქვას რომ მაქვსო, მე მგონია რომ ეს აუცილებლად არის რაღაცა სპეკულაცია და აი აქ მივდივართ აი ამ თავარ თემამდე, არსებობს თუ არა თავისუფალი ნება. ხო. იმიტომ რომ თავისუფალი ნება ერთადერთი რაც შემიძლია დაზუსტებით თქვა რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც დაამტკიცებს რომ არსებობს ან არ არსებობს ორივე არასწორია იმ ინფორმაციით რაც ახლა ჯერ ჩვენ გვაქვს გინდა მეცნიერებაში ნებისმიერი მთელი ცოდნა რომ დააგროვო კაცობრიობის ვინც დაამტკიცებს რომ თავისუფალი ნება არსებობს ან მით უმეტეს არ არსებობს არ იქნება სწორი უბრალოდ არის რა რომ რაღაცა ადამიანებისთვის რაღაცებს უფრო მეტი მოჭიდება აქვს twin-ში. აი რო ამბობ, რომ რა არის თავისუფალი ნება. აი რო გკითხო ახლა. აი რა არის შენი თავისუფალი ნება? შენ როგორ გონია? ჩემთვის თავისუფალი ნება არის ალბათ ამ ასაკში ამ გამოცდილებით, ჩემთვის თავისუფალი ნება არის რომ
არჩევანის საშუალებაში მე მივიღო გადაწყვეტილება, რას ვაკეთებ, მაგრამ მან დრო ჩავდივარ სიღრმეში, ხვდები რომ არჩევანს ვინ მაძლევს და რა მაძლევს. ანუ იქაც უკვე მოცემულობა მაქვს რა, სულ თავისუფალნებაში ვერ გავდივარ, მაგიტომ აქ ეგ კითხვა, რომ სულ თავისუფალნებაში ვერ გავდივარ. არჩევანს დაუბრუნდეთ. ხო. კიდევ ერთხელ, ეს ისეთი შეკითხვებია, რომელიც მართლა ფაზლია, ხო, ადამიანის ტვინში. რომელზეც მე გულწრფელად ვამბობ, რომ პასუხი არა მაქვს ბოლომდე, მაგრამ ეგ არის ცნობილი, ესე ვთქვათ, ფილოსოფიური, ეგ და ნეირომეცნიერული, აი თავისუფალი ნების შეკითხვა. წარმოიდგინე, რომ შენ გინდა რომ ჯანსაღად იყვებო და ამ დროს ძალიან მოგინდა ტორტი. შედიხარ მაღაზიაში, აქეთ დევს ვაშლი და აქეთ დევს ტორტი. ხო არჩევანი გაქვს, რომელი აიღო. ანუ ჩვენი გაგებით ეს იყო თავისუფალი ნების გამოვლინება ხდება, მაშინ როცა მე ან ვაშს ავირჩევ, ან ტორტს. არჩევანის თავისუფლება მაქვს, ეს რასაც აი, რასაც ჩვენ მეძახით. ეხლა ავირჩე ტორტი. და წამოვედი სახლში, შევჭამ ეს ტორტი და მე ძალიან ვინანე რომ რატო ავირჩიე. და აუ ნეტა ამერჩია ვაშნი. აი ხა დაუბრუნდეთ იმ მომენტს, როცა ეს არჩევანი გავაკეთე. დაშვება ხო რა არის, რომ რაღაცები ხდებოდა იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ჰორმონალურ სისტემაში, ჩემს ტვინში, ჩემს ნეირონულ კავშირებში, რომელმაც მიმიყვანა იმ არჩევანამდე, რომ ამერჩია ტორტი. აი, კარგი მაგალითი ეს მომწონს, რომ წარმოვიდგინე თუ გოგო ხარ და საღამოს ემანზე მიდიხარ, დიდი ალბათობა ვაშლი აგერჩია, ხო? ესე იგი ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებაზე რაღაცა ფაქტორი ახდენს გავლენას. შენ შეიძლება შედიოდი მაღაზიაში, უნდა აგერჩია ვაშლი, ამ დროს იმ ბიჭმა დაგირეკატა თქვა რომ საერთოდ აღარ მინდა შენი ნახვაო. შენ ცუთხასიათზე დადექი, ჰორმონალური სისტემა მთლიანად შეიცვალა და ადექი და აირჩიე ტორტი. თავარი კითხვა აი აქ, როცა აი ფილოსოფიურად, ნეირომეცნიერების ფილოსოფოსებით სვამენ აი ამ კითხვას, რომელზეც კიდევ ერთხელ პასუხი. იმ დროს თუ ყველაფერი ზუსტად ისე იყო. ერთ-ერთში ყველა ჰორმონი ისე იყო, ყველა ნეირონული კავშირი ისე იყო, ყველა მოვლენა ისე მოხდა. ქონდა თუ არა ტვინს საშუალება აერჩია ვაშლი და არა ტორტი. თუ ამ ყველაფერმა მიიყვანა იქამდე რომ ტორტი აირჩია. ხო. მაშინ სად იყო ის ნება აერჩია ვაშლი? ხო და აი ძალიან რთული კითხვაა. ხო და თითქოს აი ზუსტად ეგაა, თითქოს თავისუფალი ნება. აი თავისუფალ ნებასაც ვერ უფრო აი ეგ არის ჩემთვის რა იცი რომ მაგ შემთხვევაში თუ ყველაფერი ისე დააგდა რომ შენ ტორტი უნდა აგერჩე, მაგრამ შენ ვარშლი აერჩია, თითქოს ეს არის რაღაც უფრო დისციპლინა და საკუთარ თავზე ვაჯობე იმას, რაც მე დათქმული მქონდა რომ გამიკეთებინა ჯანსაღად მეკვება. ნეირომეცნიერულ ენაზე ეს ნიშნავს, როდესაც ჩვენ ყველაზე ახლო განმარტებამ რაც მომდის, როდესაც ვლაპარაკობთ თავისუფალ ნებაზე, მე მგონი ადამიანები ძალიან ხშირად მოიაზრებენ ტვინის ერთ-ერთ უბანს, პრეფრონტალური კორტექსის ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით ეს იგი დოლსოლატერალ ინგლისურად, ხო? ერთ-ერთი უბანი, რომელიც ახორციელებს კონტროლს და შეუძლია რაღაცა კოგნიტური კონტროლის გახორციელება. ტვინის ერთ-ერთი უბანი არის საკმაოდ ახალი ევოლუციურად, იმიტომ რომ ძაღლმა არ იცის ეს კოგნიტური კონტროლი, ხა თუ უნდა იზვალი, ხორცი უნდა. რატო არ უნდა უნდოდეს? საერთოდ ვერ მიხვდება. ხო, თუმცა რაღაცა კოგნიტური კონტროლების სახლის ახორციელებს რომ არ მოიქცეს ისე და დასწავლის მეთოდით, ხო? მაგრამ არის კონკრეტული უბანი ტვინში, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ინტეგრირება გააკეთოს. რთულად რო არ მოვყვეთ. ანუ ჩვენს ტვინში ხო არის სხვადასხვა უბნები, ძალიან რო გავამარტივებთ ტვინი, ეს გამარტივება არის, რაც უფრო ქვევით არის უბანი, ის უფრო პასუხისმგებელია ავტომატურ ფუნქციებზე, რომელსაც საერთოდ ვერ გრძნობ, აი ხა ჰორმონები როგორ კეთდება, შენ უბრალოდ ხო ვერ გრძნობ, სუნთქვა როგორ რეგულირდება, ეხა ვერ გრძნობ თუ მედიტაციაში კი, მაგრამ გულით როგორ გეზდება, ფხილი, ხო, რაღაც. ეს ყველაზე ქვევით არის ტვინში. ცოტა ზევით რაც ავდივარ და შუა ნაწილს ეძახია ემოციურ ტვინს, ლიმბურ ტვინს, სადაც ბევრი სხვადასხვა უბანია, მათ შორის ეს ამიგდალა, მათ შორის ეს ჩვენი დოპამინური მიდრეკილებები, ჩვენი მოგონებები, ეს არის ჩვენი ემოციური ტვინი, რომელიც არის 7 ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ზედა ტვინი. აი ზედა ტვინი არის ის, რასაც ჩვენ ცხოველი ხომ არა ვარ, ადამიანი ვარ, როცა ვამბობთ, გულისხმობთ აი ამ ტვინს, ერთით ძალიან გამსხვავდებით ჩვენ. მე ვარ შეგრძნება რაც მე ვარ არის. შეგრძნება, არა ვარ დარწმუნებული რომ ხალხად მანდალი, ეგეც ძალიან ფილოსოფიური შეკითხვა არის. ხამურა რო დაფრინავს,
გრძნობს რომ ღამურაა? ხო. იცი რატო? თუ განლეული გონია თავის წყაროში. ამიტომ მე ვარ არა, მაგრამ მე ვაკონტროლებ, მე ვირჩევ, მე ვგეგმავ, მე პროგნოზირებ. ან აი ეს გაცნობიერებული ამბები ყველაფერი უდიდესი ნაწილი ხდება აი ამ ზედა ტვინში, განსაკუთრებით ამ პრეფრონტალურ კორტექსში, ახალ კორტექსში ევოლუციურად, რომელიც არის ძალიან ნელი და ძალიან არა ენერგოეფექტური. მას ნიშნავს, რომ ეს ემოციური ტვინი ბევრად უფრო სწრაფად მუშაობს. და ნაკლებ ჟანგბადს, ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. ვიდრე ეს ჩვენი ზედა ტვინი. იმას ჭირდება დიდი ენერგია. მე მგონია, რომ როცა ადამიანები საუბრობენ თავისუფალ ნებაზე, ძალიან ხშირად აი ამ უბანზე საუბრობენ, იმიტომ რომ ის ლიმბური ტვინისგან წამოსული სიგნალები ძალიან ბევრია, ბევრად უფრო მეტი მოდის ლიმბური ტვინიდან აქ, ანუ გავაცნობიერე რომ ეშინია, გავაცნობიერე რომ მიყვარს, გავაცნობიერე რომ ეს მინდა, ანუ სიგნალი წამოვიდა ემოციური ტვინიდან ამ პრეფრონტალურ კორტექსში, აქედან გაცილებით ნაკლები სიგნალი მიდის. არ გინდოდეს მაგალითად, მათ შორის ხო არის ესეთი სიგნალი. ძალიან ხშირად ეს ემოციური ტვინი იგებს ამის თქმა მინდა. არა ყოველთვის, მაგრამ ეს ემოციური ტვინი იგებს და როცა ვლაპარაკობთ ვინ ვარ მე, ვინც აკეთებს არჩევანს, ძალიან მოგწონს ვიზახოთ რომ მე ვარ ეს მარტო ეს კონტროლის მექანიზმის უბანი, პრეფრონტალური კორტექსი, მაგრამ ის ლიმბური ტვინის მე ვარ, ის ქვედა ტვინის მე ვარ, ის სხეულიც მე ვარ. ამიტომ უბრალოდ გასაგებენაზე რომ ვთქვათ, რამდენად ძლიერად აკონტროლებს ეს იმას, რაც უნდა ლიმბურ ტვინს და მართლა ბუნებრივად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო სინქრონიზირებული აქვთ ეს ორი უბანი, ანუ ხშირად ერთი და იგივე რამე უნდათ. ანუ ის შეგიყვარდება, ვინც ისედაც რაციონალურადაც მისაღებია. დედამამა მეცადინეობას გთხოვს, მაგრამ შენც ძალიან ქსიამოვნებს, ხო? არის, როცა არ არის დიდი ასიმეტრია, მაგრამ ძალიან ხშირად ამ ორ შორის არის ხოლმე ასიმეტრია. ძალიან საინტერესოა ეხლა ეგ ჩემთვისაც, რაც ჩვენ ხო თავისუფალ ნებას იდეაში მაგას ვეძახით, რომ აი აღარ ვიცხოვროთ რობოტებივით და ხო ინსტინქტებით და აი მე რომ ვთქვათ, მე ვაკეთებ არჩევანს, რომ არ ვიცი რა, თუნდაც კვებაზე რა, რომ ვიყვებო ესე და არ ვაკეთებ იმას, რომ როგორც მეუბნებიან, ისე ვიყვებო, ხო? აი ჩემი ინსტინქტს ვაბიჯებ, რაღაცა არ ვიცი. ბევრ რამეს ხო და ეხლა ძალიან საინტერესო და ძალიან მინდა რომ ეს თქვა, რომ როდესაც მე ძალიან ბევრ აქცენტს ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის ადამიანებთან ურთიერთობაშიც და მთავარად ემოციურ ტვინზე, იმიტომ რომ ჩვენმა კაცობრიობამ აი ეხლა განსაკუთრებით ბოლო 100 წლეული უდიდესი აქცენტი, 100 წლებია, ეს უფრო სწორია რომ ვთქვა, გააკეთა ამ ჩვენს რაციონალურ ტვინზე, ამ პრეფრონტალურ კორტექსზე. და ის ემოციური ადამიანია, როცა ამბობენ, ამას მაინდა-მაინც პოზიტიურ ჭრილში არ ამბობენ. ანუ ეს ევოლუციურად ძველი გამოწვნილი ტვინი, რომელიც ჩვენ და სხვა სახეობებს ეხმარება გადარჩენაში, იმიტომ რომ ემოცია რა არის? ემოცია სიგნალია, emotion, სიგნალია რაღაცა ქენი, რაღაცა ეხა გააკეთე. ჩვენი გადარჩენის გზაზე რაღაცა კარგად არ მიდის. და ჩვენ რაღაცნაირად გადავწყვიტოთ, რომ ეს ემოცია ცუდია, იმიტომ რომ აგერ ნახე, მათემატიკური ტვინი გვაქვს, ლოგიკური ტვინი გვაქვს. ყველაფერი, ყველა ნეირომეცნიერული კვლევა, ყველა რომელი მხრიდანაც არ უნდა მიუდგე ამ თემას ფსიქოლოგიის, მორალის, ემოციის ყველაფრის კუთხიდან არ შეიძლება უგულელყო ეს შენი ასეთი ევოლუციურად ძლიერი და გამოსადეგი ამხელა ნაწილი შენი ტვინის, რომელიც ხშირად ცდება კი, უნდა ეს ბევრი კომპიუტერზე თამაში უნდა, იმიტომ რომ ბევრი დოპამინია, მორჩა დაპროგრამებულია. კი არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მართალია, მაგრამ არც ეს არის ყოველთვის მართალი. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა გავზარდოთ კონტროლი აი ამ ემოციურ ტვინზე, მე რაც მგონია არასწორი მიდგომა არის გავაძლიეროთ მხოლოდ ეს უბანი. აბა უფრო კაი კონტროლი. მე მგონია ამით პირიქით ვასუსტებთ, კი. პირიქით იმას მოусმინოთ, ის გავიცნოთ. ხო, აი აქ შემოვიტანეთ. ემოციური ტვინი გავიცნოთ. ერთ კითხვას შემოვიტან, ასე ვიცით ხოლმე თქმა, რომ გულს მოусმინე. ესე მომოს ხოლმე რა. იდეაში გულს რა უნდა მოусმინო, ის არის, რა ქვია, კუნთია, ხო? ანუ არ ვიცი გულს როგორ უნდა მოусმინო, მაგრამ ეს ჩვენს გამოთქმაში არსებობს გულს მოусმინე და გულს მოусმინე ზუსტად მგონია ამ შენს ინსტინქტს მოусმინე, იმიტომ რომ ეგეც ბევრ მაშინ ლიტერატურაში წარმოგიდგენს, რომ ინსტინქტი არ ტყუის, უბრალოდ უნდა
ისწავლო ინსტინქტის მოსმენა რა და ტვინში როგორ ლაგდება იგი ინსტინქტი გულს მოусმენა, გულს ხო ვერ მოусმენა, ანუ გულის ცემის გარდა გულს არაფერი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ გადაისროლოს, გადმოისროლოს რაღაცები აკეთოს და ეხო იდეაში მაინც ტვინის რაღაც უბანს მოусმინეს ნიშნავს. ეგ ძალიან კარგი ფრაზა გაგახსენდა და ძალიან კარგად ძალიან მიყვარს ამ ნეირომეცნიერებაში ისეთი რაღაცეების აღმოჩენა, რაც იყო ფოლკლორი, ანუ სიბრძნე და მე რომ მართლა ადამიანები ხვდებიან, აი მაგალითად ზურგის ტვინით გრძნობ რაღაცას. კი. და აი ეგ არის ბევრი კვლევა, როგორ აჩვენებს, რომ სწორედ აი იქ ხდება რაღაც ამ ტიპის ინტუიციების შექმნა. ანუ რაღაცებს გრძნობთ ადამიანები ისე, სანამ აღმოსავლურ ფილოსოფიამდე მივალთ, მანამდეც გულს მოусმინე ორი ნაწილი აქვს. ერთი რომ დღეს კარგად არ არის გამოვლენილი გულსა და ტვინს შორის ესეთი კავშირი, მაგრამ რას ახალი კვლევები მოდის, აშკარად ჩანს, რომ იქ ხდება სინქრონიზაცია ტალღების გულსა და ტვინს შორის. ანუ შეიძლება გულს კიდე კლასიკურ ნეირომეცნიერულად თითქოს რა არის გულში მართლა არაფერი, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო დიდი კავშირი და შემთხვევითი არ იყოს, რატო ამბობენ ადამიანები გულს, მაგრამ შენაც გულისხმი არის აი ამ ემოციურ ინსტინქტს იმდენად არ დავარქვა, რამდენადაც ინტუიციას, იმიტომ რომ ინსტინქტი იცი რა არის მუხზე რო ფეხი დაგარტყა და ინსტინქტურად ხო ან ცხელზე რო ინტუიციას კიდევ სხვა ინტუიცია ცოტა უფრო სხვა ბრძენია. ხო ინსტინქტია მაგალითად რა ვიცი კორტიზოლი გამოგიმუშავდეს როცა საშიშ გარემოში ხარ ინტუიცია ცოტათი აი მე მგონი უფრო მაგას გულისხმობ გულს მოусმინე რაღაცა ინტუიციას რაღაც გაუაზრებელ ხმას რომ მოდი ესე გავაკეთოთ მანდაც იმის თქმა რომ მოусმინე და ეგ არის სწორი ნუ არ არის არ იქნება სწორი და არც ის რომ არ მოусმინო იმიტომ რომ ევოლუციურად ეს ძალიან კარგი მაგალითი არის გულს მოусმინე არის ანუ აი ამ ინტუიციას მოусმინე არის მაგალითად ისტორიული ობობის შიში დღევანდელ სამყაროში ადამიანები საბედნიეროდ არ გვტებიან ობობისგან გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება მაგალითად ავტოავარიაში მანქანის ფობია ჯერ ადამიანს არ აქვს მაგრამ საოცარი აქვს ობობის ხო ეს ითვლება რომ ადამიანი რომ ან ობობის ან ქვეწარმავლის ან წერის როცა ადგა და ვეღარ ხედავდა მისას კარგად ყველაზე საშიში ისენი იყვნენ ხო ცხოველზე კონტროლი დაინახავ ხმაგესმის და ის აი მოგეპარება არის ანუ ევოლუციურად დღეს ამ ობობის ასეთ ფობიას არა აქვს აზრი მაგრამ აი ამიტომ მოусმინოთ ახლა ამ ჩვენს ევოლუციურად ძველ ტვინს მაგრამ ამავდროულად ევოლუციურად ძველ ტვინს აქვს ძალიან ბევრი სხვა ისეთი ცოდნა რომელსაც შენ ვერ იაზრებ და გაკეთებინებს შენი თავდაცვის მექანიზმები იმ დროს როცა გადაწყვიტა რომ ეხა მოდი დავივიწყოთ მოდი ეხა ეს ტრავმა დავივიწყოთ ვერ გაუძლებს მაგალითად ანუ ხშირად სწორად აკეთებს კონტექსტიდან გამომდინარე ხშირად არა მაგრამ მე არ მინდა რომ ვთქვა რომ სულ მოусმინე ან სულ არ მოусმინე მაგრამ არ მოსმენა არის ჩემთვის ძალიან ხშირად იმის გამომწვევი რომ შენ გმართავს რაღაცა პატერნები რომელსაც აი კონტროლს გარეთ არის ჩვენ რასაც ვეძახით ხო რომ არ იცი რატომ გიზიდავს ესეთი კაცები მაგალითად ზუსტად როცა იმიტომ რომ არ მოусმენ და არა ის კი რომ ინტელექტუალურად ეხა მუცა მოვა და მოყვება გენეტიკას არა რას გრძნობ რატომ გრძნობ და ეს არის ემოციური ტვინის დან წამოსული სიგნალების არა გაჩერება ამ ჩვენი თავისუფალი ნებით არამედ მოდი ეს ერთიანობაში აღვიქვათ ეს თავისუფალი ნება და მაშინ ამ თავისუფალ ნებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ისიც თავისუფალი ნება რომ იმ ტორტი მომინდა რა თქმა უნდა და ესე იგი მაშინ იმ დროს იმ ჰორმონალური და ასეთი მიმღებლობით აი ამ ჩვენი თავისუფალი ნების რომელსაც ხანდახან არ ვეძახით თავისუფალს და ვეძახით რომ სუსტმა ადამიანმა ესე არ შევხედოთ და მაშინ კი მაშინ გვაქვს თავისუფალი მე აბსოლუტურად გეთანხმები და აი თავისუფალ ნებაზე მინდა რომ მე მგონია რომ აი თავისუფალ ნებას ალბათ ბოლოს რო გავალთ ერთიანი შეჯამების სახით უფრო მივცემთ რა იმიტომ რომ მე პირადად აი ვიყავი ადამიანი რომელიც აი სულ კონტროლში უნდა მქონოდა ყველაფერი რა ესეთი ტიპი ვიყავი და ისე რასაც ვამბობ ვიყავი, იმიტომ ვიძახი, რომ შეძენილი თვისებები იყო, რომელიც ალბათ იმ პერიოდში მჭირდებოდა, რომ მქონდა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ რა მომენტში საერთოდ ცოტა სხეულს დავუბრუნდი, შეგრძნებებს დავუბრუნდი, ცოტა კონტროლი გავუშვი, ჩემს ინტუიციის მოსმენა ვისწავლე რაღაც მომენტებში,
ანუ ჩემთვის მაგალითად ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და ლამაზი და კარგი არ და მგონია რომ ეხა უფრო მეტი თავისუფალება მაქვს ვიდრე ოდესმე საერთოდ ცხოვრებაში მქონია რა. ხო და აი ის ტორტის ჭამაც მე საერთოდ ან ცოტა აღმოსავლურ ფილოსოფიასთან ახლოს ვარ, კარმა ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს არის და მე ძალიან მჯერა რა. ან ვიცი რომ მეცნიერების თემა საერთოდ არ არის ეგ, მაგრამ ამ კარმის პრინციპშიც არსებობს ეგ, რომ რაღაც წლამდე საერთოდ თავისუფალინება არ გაქვს რა, იმიტომ რომ კარმის დამუშავება მიდის და იმ ყველაფერს გადიხარ რა, მაგრამ ნუ ეს სხვა თემის სასაუბრო არის და რა თქმა უნდა მაგაზე მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ აი ყოველთვის მე რა მიყვარს იცი აქ ჩვენ ამ პოდკასტში ვსაუბრობთ ძალიან ბევრ ესე ფილოსოფიურ თემებზე რა, მაგრამ ხანდახან გადაგვიცდება ხოლმე, ესე მგონია, იმიტომ რომ აი ეს ჩვენი წარმოსახვა შეიძლება ისე გაიქცეს და რაღაცაში გავიდეს, რომ რაც გულისხმობ გადაგვიცდება. გადაგვიცდობაში ცირას გულისხმობ, ხანდახან აი არის რომ მეც აი მithქვამს ასეთი რაღაცა, მაგალითად ტვინს მეტი ფუნქცია კი არა აქვს, ტვინის ფუნქცია არის რომ დაგიცვას და რაღაცეებისგან გიცავს მაგალითად, მაგრამ ამას ვიცახი როგორ ინტუიციურ დონეზე, იცი? აი არსად არაფერი წაკითხული არ მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით რა და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ რომ შემოვიდეს აქ მეცნიერება რომელიც მეტყვის რომ კი გვანცა ტვინს ეგ ფუნქცია აქვს ან არა გვანცა მათ შორის არა მხოლოდ ეგ მაგრამ მათ შორის ხო მივხვდი რომ სომა უფრო ეგ ძალიან ის არის რა მაგიტომ მგონია რომ საერთოდ მე ვფიქრობ რომ მეცნიერება და ეს ფილოსოფიაც რაღაცა ერთად თუ ივლიან ბევრად უფრო წინ წავალთ ყველაფერში ვიდრე აქამდე ხო გადავიდეთ რეალობის აღქმაზე რა იმიტომ რომ მე წავიკითხე რომ მემზადებოდი ამ თემისთვის რომ სანამ მე რაღაცას მოვიმოქმედებ იქ უკვე ყველაფერი გათვლილია წამის მიასედებში სანამ მე ხელს გამოვწევ რომ ეს უნდა გავაკეთო. აი ამაზე მინდა რომ გველაპარაკო რას ნიშნავს ეგ, სად რა გათვლილია და თუ ეგ არის მართლა რომ წინასწარ ხდება რაღაცების გადაწყვეტა ფაქტობრივი რეალობაში ну თავისუფალ ნებაზეც მანდაც მივხვდით, მაგრამ ხო, ანუ თავისუფალ ნებას ვერ ავსდებით ყველა საკითხში მიუბრუნდებით რა. ხო. მაშინ ბარემ თავისუფალი ნების ჭრილში განვიხილოთ ეგ მაგალითი და მე გადავიდეთ რეალობაზე, იმიტომ რომ კი ნამდვილად კვლევები აჩვენებს იმას, რომ სანამდე შენ გააცნობიერებ, რომ გადაწყვეტილება მიიღე, მაგალითად, აი ხა უნდა ამიღო და მოსვა ეს ამჭექიდან წყალი ტვინის უკვე აქტივობა მანამდე ქონდა დაწყებული და მე როცა ვაფიქსირებ ის დანოწამებით მანამდე იყო დაახლოებით 300 დანოწამით მანამდე. და თითქოს და კიდე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებს მაგალითად თხოვდნენ რომ ეკონომიკური გადაწყვეტილება მიიღო, ხო, ნუ ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება და ნახეს რომ ლიმბური ტვინი, აი ჩვენი ემოციური ტვინი ჯერ იწყებდა აქტივობას და მერე. და ამიტომ არსებობს ბევრი ექსპერიმენტი და დასტური იმისი რომ ძალიან ხშირად ჯერ ემოციური ტვინი იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ესე ვთქვათ რაციონალური ტვინი, ესეც პირობითი დაყოფებია, მაგრამ მაინც აი პირდაპირ კარგი სიტყვა ეს ჟარგონი ხო აპრავებს, ანუ ამართლებს აი იმ გადაწყვეტილებას. ხო, იმიტომ მომეწონა რომ ნახე რა ლამაზი ცხვირი აქვს და იმას სხვა მთელი ევოლუციური კოდის შედეგად დადო რომ აი ეს კარგი გენები აქვს შენთვის და შენ გონია რომ იმიტომ რომ დედანახე თქვიანია. მაგაზე ჩავამატებოდი გეუბნებს ერთ-ერთი ეპიზოდი რაც ნახე შენი გადაცემის ეგ იყო ზუსტად უყურეთ სიყვარულზე და რაღაცაზე იყო ხო და ნახე ძალიან კარგია. ამიტომ ის მე უბრალოდ ამართლებს თავის გადაწყვეტილებას და ამაზე დაფუძნებით ადამიანები რა მოიცადე ესე იგი თუ საერთოდ რაღაცას ტვინი მანამდე იწყებს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს. მე რომ გონია რომ ეხლა მე მივიღე რა არა მაქვს ესე იგი თავისუფალი ნება ან არჩევანის თავისუფლება. მე ასე არ უყურებ ამას. ის ვინც მიიღო ის გადაწყვეტილება და ის ტვინის აქტივობა ვინც დაიწყო ისიც შენ ხარ. და ისიც შენი გამოცდილებებისა და შენი სხვადასხვა აი ამ წარსული მოვლენების ერთობლიობის შედეგი არის. ამიტომ ესეთი თავისუფალი ნება რომ ვიღაცა მე არსებობს. რომელიც იმ ყოველ წამს იღებს გადაწყვეტილებას რა როგორ უნდა გააკეთოს გაცნობიერებულად ეს მაინდა-მაინც სწორი არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ქვეცნობიერში ყალიბდება და მერე ამოდის ცნობიერში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თავისუფალი ნება არ აქვს. საერთოდ ძალიან რთული თემა არის ეს და კი, ძალიან რთული თემაა. ამიტომ კარგად ებმება რეალობის თემას. თუ ამ ეპიზოდს უყურებენ შენი მაყურებლები, კარგია რომ ნახონ ეპიზოდი როგორ ქმნის ტვინი რეალობას სპინზე, რატომ? იმიტომ რომ კარგი წარმოდგენა შეექმნებათ, რაზე ვსაუბრობთ ახლა. როცა ვსაუბრობთ, არსებობს თუ არა რეალობა გარეთ.
მაგალითად არსებობს თუ არა ფერი. ფერი არ არსებობს. არსებობს სინათლის ტალღა და იმის და მიხედვით რა სიხშირის გამოსცემს ეს ტალღა, ჩვენს თვალშია არსებული რეცეპტორები, 3 სხვადასხვა ტიპის, აღიქვავენ ამ ტალღებს სხვადასხვა ფრად. თუ არ გაქვს კონკრეტული რეცეპტორი, რასაც ქვია დალტონიზმი, შენ ვერ აღიქვავ და ხედავ ნაცრით. ჩვენ რაც ვთქვათ, უმეტესობა ადამიანისთვის წითელია, ის არის ისე როგორც არ არსებობს ხმა, ხო არსებობს ჰაერის მოძრაობა. ანუ ეს არის ჩვენი ტვინის ინტერპრეტაცია. მაგრამ რეალობა არ არსებობს, ხო, მაშინ ეს კითხვა არის. აქ ძალიან ესე ძალიან ფილოსოფიური შეკითხვა არის, რომ და ჩემი პასუხიც აი ესეთი ღრმა საკითხებზე ყოველთვის არის, მე ეხლა ესე მეჩვენება. აი არ მიყვარს ხო, რეალობაში არსებობს მარტო კვარტული ველი. აი ესე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემები არის და იმის და მიხედვით ჩვენ რა ცოდნა გვაქვს, რა გამოცდილება ჩვენი ტვინი რაზე იყო დაერთებული. იმის და მიხედვით გვექმნება ჩვენი წარმოდგენები. ამიტომ გინდა მეცნიერი ვიყო, გინდა ეს ვიყო, რა ქვია, გამოცდილი გურუ, გინდა არავინ არ ვიყო, მაინც ესეც არის ჩემი ტვინის მიერ შექმნილი წარმოდგენა, რასაც ახლა ვიტყვი. სუბიექტური. სუბიექტური რა, სუბიექტური რა, ასე ობიექტური ცნობილი ფილოსოფიური დილემა არის, თუ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება რაღაცა. მე გეუნები ამ ობიექტურ ჭეშმარიტებაზე, მე ვინ ვარ, მე ხო ის ვარ, ვინც ამ ტვინით გეუნება ამ ობიექტურ ჭეშმარიტებაზე. ძალიან ჩახორთულია. მან და წავიდეთ, მაგრამ საინტერესო მან არის ამიტომ მინდა გაგიზიარო მე რა მგონია, რომ არის რეალობა. აი ეს მაგიდა ახლა დგას აქ. ხო, ესე აღვიქვავ მე ჩემი შეგრძნების ორგანოებით, ხო. მაგრამ ეს მაგიდა შედგება ატომებისგან. ეს ატომები შედგება საბატომური ნაწილაკებისაგან, რომელშიც იქ ხდება საერთოდ საოცრება. ანუ თუ მართლა რეალობაზე წარმოდგენა გვინდა, ცოტათი კვანტური ფიზიკაში რა ხდება, უნდა გავიგოთ თუ დააინტერესებს ადამიანს. რა თქმა უნდა. აბსოლუტურ დონეზე რეალობა არის, ჯერ მეცნიერების გადმოსახედიდან ვიზახით, რომ ეს მაგიდა შედგება, მე და შენ შევდგებით ატომებისგან, ის ატომები შედგებიან საბატომური პატარა ნაწილაკებისგან, რომელშიც ნაწილაკები არ არსებობენ და ნაწილაკები მხოლოდ მაშინ არსებობენ, როდესაც wave function-ი ტალღა კოლაფსის ქართულად რო გავიტანოთ, ხო? ანუ ეჯახებას დამკვირვებელს ეფექტს რასაც ახიან, როდესაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცნობიერი უნდა კვირდებოდეს, ხო? და ის ტალღიდან გადაწყვეტს, რომ იყოს ნაწილაკი. ოღონდ ის მანამდე არის სუპერპოზიციაში და არის ნაწილაკიც და ტალღაც ერთად. მოკლედ საბატომურ დონეზე ხდება ისეთი რაღაცები, რაც ჩვენი ნიუტონიანი ფიზიკის ტვინიდან, ლოგიკური აზროვნების ტვინიდან პარადოქსულია, არ შეიძლება, არ იხსნება. ძალიან ბევრი წიგნის საკითხვა დამჭირდა, რომ მივხვდარიყავი, რომ ის რაც კვანტურ დონეზე ხდება, ეს უბრალოდ რო არიციან ექსპერიმენტატორებმა, ამიტომ კი არ არის ჯერ ასე პარადოქსული. არამედ მართლა ასეა. პარადოქსულში რას გულისხმობ? აი, რო აქაც არის და იქაც არის ნაწილაკი. ოღონდ მართლა რო არც ანუ ტალღაც არის და როგორ ახლა ნუცაც ვარ და არა ნუცაც? ხო. ანუ ენერგია, შენ ესე აღიქვავ, რომ ენერგია ხარ? აი ეგეც ხო, აი მაგიტო კვანტურ დონეზე ენერგია ვარ და ანუ ეს კითხვები ხდება სხვადასხვა შორის ამით ძალიან გავს ბუდიზმს და აღმოსავლური მას, მაგრამ ეს კითხვაც არ არსებობს, ის ორივეა. ის ორივეა და ეს არ ესმის აქაც ვარ და იქაც ვარ ადამიანისთვის. ასე ორივე რა ტალღა ვარ თუ ნაწილაკი. თუ როცა ამბობ რომ ტალღაც ვარ და ნაწილაკიც, წარმოიდგენ რომ არის ტალღა, ენერგია და აგერ არის ელექტრონი სადღაც. როგორც გვასწავლიდან, ხო? არა, ესეც არ არის. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ხა ამ პოდკასტში ვერ შევხვეთ ვერ ახსენე. თან მე არა ვარ ხა კვანტური ფიზიკის სპეციალისტი, რომ კარგად კვანტური ფიზიკის სპეციალისტი მოვიყვანო. აუცილებლად, ძალიან საინტერესო არის, მაგრამ ისიც თქმა მინდა რომ ეს რეალობა ნამდვილად დადასტურებულია თუ მეცნიერების კუჭერა, რომ კი ატომები ამისგან შედგებიან. და ამის შიგნით ხდება საოცრება, საერთოდ სხვა სამყარო. მაგრამ როცა მე და შენ დღეს ვსაუბრობთ, მაგალითად აი ეს ჩიქა რო შედგება ატომებისგან. ეხლა მე რა შენ გითხრა, ვანცა. აი ეს ჩიქა რო ვისროლო, მე ერთმა ატომების კრებულმა რომელმაც შექმნა მოლეკულები და ამ მოლეკულებმა შექმნეს ესეთი ფორმა, რასაც დნმ ქვია და დნმ-მა მე შექმნა ნუცა ყოღუაშვილი, ადგა და მეორე ატომების ისროლა. ანუ
კვანტური ფიზიკოსები ძალიან კარგად ხსნიან მათთვის რეალობა რა არის და ძალიან მომწონს ეს ახსნა. კი, მათთვის ფუნდამენტური რეალობა არის ეს კვანტური ველი. რაც ადამიანებს უყვართ ხომ რომ დაარქვან ენერგია, მაგრამ ნუ კვანტური ველი. ჩვენს უფრო ადვილი გასაგებია მოკვდავების. მაგრამ ის კვანტური ველი იღებს ფორმებს, ანუ ინგლისურად კარგი სიტყვარი emergence, ქართულად მინდოდა გამომეთაგნა როგორც აღმოცენება. ანუ სხვა შრის რეალობები იქნება. როგორც კი ის მოლეკულის ატომები შეწევდა ერთად, რამოდენიმე ატომი, H2O, შეიქმნა ახალი რეალობა. წყალი, ხო? შეწევდა შეიქმნა ახალი რეალობა, პლანეტა. ეს ფუნდამენტურ დონეზე ყველგან ერთი ხდება საბატომურ დონეზე. ანუ ყველა საბატონური ყველგან ერთი და ყველა მატერიალურ გამოვლენების შიგნით ერთ და იგივეში ყველაფერი. მაგრამ ეს emergence, ანუ აღმოცენება ახალი რეალობების რეალურია. ანუ იმის ლაპარაკი რომ ეხა ეს არ არის პლანეტა რეალური არ არის, ნუ შეგიძლია ახლა ესეც რო ტვინის კონცეფცია, მაგრამ აი ძალიან ისეთი უფრო მეცნიერული იმიდან რომ შეხედო, ეს აღმოცენებები, როდესაც ატომები ესე ჯგუფდებიან, ის კვანტური რეალობა გადადის სხვა რეალობაში და იქმნება სხვა რეალობა. ეხლა არის ახალი აღმოჩენები, რომ როცა ბევრი ატომი ერთმანეთთან წებდება, კვანტურობის იმ სუპერპოზიციას კარგავს ის ატომი. მაგრამ ეხლა არის კვლევები ახალი საოცარი აღმოჩენები, რომ შეიძლება ადამიანშიც ის კვანტური რეალობა შენარჩუნებული იყოს. მაგალითად აღმოჩენილია, რომ კვანტური ამბები ხდება, როცა ფოტოსინთეზი ხდება, როცა ფოთოლი გადარქმნის კვანტური მოვლენები. აქამდე იყო მიღებული, რომ როგორც კი ერთი ატომი მეორე ატომთან აი დამკვირვებლის ეფექტსაც იღებს, ის სუპერპოზიცია იკარგება და ის ხდება ნაწილაკი და ელექტრონი. ელექტრონია, ნაწილაკია, ველი-ველია. მაგრამ არის ახლა მოსაზრებები, რომ ნატურალურ ბიოლოგიაშიც შეიძლება ეს კვანტური პროცესები მიდიოდეს. შესაბამისად, ის ფული. ეხლა რამდენი ის არ უნდა გიხსნა, რომ ფული მოგონილი კონცეფცია კი, მაგრამ რეალობა. ამიტომ რაღაცნაირად გასულობის პოზიციიდან, გასულობის რა ამ რეალობაში თუ ვართ, ესეც რეალობა, ეს ჭიქა რეალობა, ამ ჭიქიდან წყალს ვსვამ. მაგრამ ისიც რეალობა ამ ჭიქის შიგნით რა ხდება. ის ფული არ არსებობს ასე, მაგრამ რეალობა, კულტურა, რეალობა, ის პირდაპირ ახდენს გავლენას ნეირობიოლოგიაზე. ახლა ჩვენ რა პროცენტს აღვიქვავთ რეალობის, ან რომელი სათვალეებით ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ესენიც რეალობებია, რომელიც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას სხვადასხვა შრე შეგვიძლია ვუქვათ რეალობის ალბათ. ზუსტად სხვადასხვა შრე რეალობების. იმიტომ რომ აბსოლუტურად სწორი არის ფიზიკოსი რო დაგიჯდება და დღეს იმ შრეზე დაგელაპარაკება, რაც შეგნი ხდება ის რეალობაა. მაგრამ მე რო დაგიჯდები და გეხოცები ამაში წყალი დამისხი რო გეტყვი, ესეც რეალობა. იმიტომ რომ შეგრძნების ორგანოები აღიქო ხელს კიდევ და შენთვის რეალობა რო და შენ ახსენე რომ გააჩნია რამდენ პროცენტს აღიქვავ ადამიანიო რეალობათო რა. ისო მე ვარ ის ადამიანი რომელიც ამას ამბობს და მე ვერაფრით ვერ მეცოდინება რამდენია იმ სიკით. ის კვანტურ ველსაც რო აღვიქვავთ. ამას ვინ აღიქვავს? ადამიანის ტვინი, ხო? ხო. და აქ მივდივარ ანუ ხანდახან არის ხომ ეს თრაცებზე რომ ფილოსოფოს გადიხარ ცოტა იმაში რომ ანუ ბოს ალბათ რაღაც მომენტში მე მაგალითად მემართება რომ წყვეტ ხომ ფიქს მაგაზე რაღაცა ამიტომ არის გენიალურად აღმოსავლური ფილოსოფია კი არის ფიქრო იგრძენი ხო ნუ ეგ და ამიტომ არაფერს ბევრი ფიქრი სადღაც შეიძლება ლუპში მოგახ კი აბა და შეგრძნება არა შეგრძნება არ გულყავს ამიტომ იგრძენი ამიტომ ნუ როგორ არ ტყუის არას ტყუის მაგრამ ის მომენტი არ ტყუის, როცა გრძნობ. აქ ხარ და რაღაცა კონცეფციებს არაგებ ახალს. ხო. ამიტომ ეს ყველაფერი ხა კონცეფციებია, მაინც. ჩვენი ტვინის მიერ აღქმული კონცეფციებია. და ისე ხანდახან არ გაგხომე შეგრძნება, რომ აი მეცნიერება ხო, სამყაროს არსებობიდან მაინც ახალი დარგია მეცნიერება, ხო? არ არის. ხანდახან მე მაქხომე შეგრძნება, რომ ჯერჯერობით კიდე რაღაცა მეცნიერება დაწეული არ არის ესე ვიძახი ხომ. ხო, დაწეული რას? აი იმ დიდ ცოდნას რაღაცა. რომელიც ვისა? რომელიმე რელიგიას, თქვა? ხო და არა, ალბათ ადამიანის არსებობას, ანუ რაღაც, არის სამყაროს არსებობას, არ ვიცი. ნუ ეხლა ყველაზე ისეთი ადამიანებში ვისაც აქვს ცოტა ესეთი მეცნიერული და ცოტა ესეთი ტვინი, იმათ ძალიან უყვართ კვანტური ფიზიკის აღმოჩენების შედარება, თქვა მაგალითად ბუდისტურ სწავლებებთან
და არაჩვეულებრივი წიგნებიც დაიწერა. როგორ გავს იმათი სწავლება იმას, რასაც დღეს კვანტური ფიზიკა მაგალითად მაგაზე გადავიდე, ძალიან და მაინტერესებს. ძალიან ესეთი კარგი ის არის, ხო, რომ რეალურად ადამიანი, რომელიც მედიტაციაში შედის, ის რას აკეთებს, ყველაფერი იგივეს, რასაც მეცნიერი, ოღონდ შიგნიდან, ანუ შიგნიდან აკვირდება და მეცნიერი გარედან სწავლობს იმათოს. და თითქოს ეს ძალიან პოეტურად ჟღერს, რომ ესენი მივლენ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ხო, ესენი მივლენ და ერთი და იგივე რეალობას აღმოაჩენენ, იმიტომ რომ ძალიან გავს ეს პოეტურია, ეს ახალი რაღაცა იმ ადამიანების, ვისაც არ ჯერა მხოლოდ რაღაცა ესეთ თავსმოხვეული რელიგიის და უნდა მეცნიერებაც იმისთვის ძალიან კარგად ჟღერს. მაგრამ ეს არ არის მთავარი რა არის იცი კვანტა რომ ჩვენ ყველას ადამიანებს რასაც ნეირომეცნიერება ადასტურებს და ფსიქოლოგიის კვლევები რომ ჩვენ გვჭირდება რაღაცა გქონდეს რასაც ხელს მოვკიდებთ. რაღაც აზრი, რაღაცა ამოცნობა, რატომ ფუნდამენტურ შეკითხვაზე არ აქვს პასუხი. რატომ მოვედით ან რატომ მოგვეცა საერთოდ ეს ცნობიერი და ეგ არის ბიოლოგები ხა მაგას ხსნიან ისე რომ ანუ არაფერი მოგვეცა და შემთხვევით არა, ეგ არის ძალიან საინტერესო. ამას ქვია hard problem of consciousness, ანუ ცნობიერების რთული პრობლემა თუ სწორად ვთარგმნი, მაგრამ ნეირომეცნიერი კარგი მაგალითია. წარმოიდგინე ნეირომეცნიერი, რომელმაც აი ფანტასტიურად იცის ტვინი. აი დეტალებში მოგიყვება, როგორ დაეცა ცხივი, თვალმა როგორ გაგზავნა ინფორმაცია აქ უკან ჩვენ მხედველობის უბანში როგორ გადაითქმა, ყველაფერი ზეპირად იცის. როგორ შექმნა ფერი და აი მაგam თვითონ არის ბრმა. და ცხოვრებაში არ უნახავს რა არის წითელი. ხო? აი ის შეგრძნება redness, ანუ სიწითლის შეგრძნება. ხო. ძალიან მესმის. ანუ ამას ეძახიან hard problem of consciousness. რატომ გვაქვს ეს ცნობიერი, რომელიც ვერასოდეს ის ნეირომეცნიერი რამდენი ტვინის არ უნდა ისწავლოს, არ ეცოდინება შეგრძნება. რა შეგრძნება, როცა ხედავ წითელს. ხო. შეიძლება ზუსტად იცოდეს ტვინი როგორ ქმნის ამ შეგრძნებას, ნახე? ის დაგიხატავს ემოცია როგორ იქნება, როგორ ქმნის ტვინი, მაგრამ რა არის ეს შეგრძნება? ამიტომაც იყოფიან ადამიანები ძალიან ბევრ სხვა მიმდინარეობად, მაგრამ სამ ძირითადი რო არის დუალიზმი, რომ არის ეს მატერიალური, თქვა ჩვენი ტვინი, რომელიც მერე, მაგრამ არის კიდევ რაღაცა სხვა, ცნობიერი და ეს ორი სხვადასხვა რამეა. ანუ ეს დუალიზმს ყველაზე ნაკლები ემპირიულის აქვს, იმიტომ რომ თუ ორივეა, მაშინ ერთმანეთზე გავლენას ხომ უნდა ახდენდეს. და არანაირი დასტური არ არის, რომ ტვინზე რამე მატერიალურ არის სრული მატერიალიზმი, რომ ეს არის ფიზიკალიზმი, ხო, რომ ჯერ არ მიგვიგნია, ნეირომეცნიერები ამბობენ ხალხნო, ბოდიშით, ჯერ არ მიგვიგნია, მაგრამ მალე მივაგნებთ როგორ აკეთებს ამ ცნობიერებას ტვინი. მაგრამ იმიტომ რომ აი უამრავი დასტური აქვს, ხო, აი ანესთეზიას რო ადამიანს გაუკეთებ, ცნობიერი არა აქვს, იმის დროს ტალღები იცვლება, რომ ეს არის მატერიის შედეგი, ტვინის კონსტრუქცია, ეს ცნობიერის, არიან ესეთები და არის პანფსაიქი ქვია, როდესაც ადამიანებს ჯერათ, რომ ცნობიერება არის ადამიანის ადამიანის სამყაროს ფუნდამენტური თვისება, ანუ იმ საბატომურ კვანტურ ველშიც ცნობიერება არსებობს, როგორც განყენებული რაღაცა, რომ ეს მაგ ლოგიკით მაშინ ნებისმიერ პატარა ბაქტერიამაც იცის ცნობიერება აქვს. ხო, ცნობიერება, არა შეიძლება, არა აზროვნება, არ შეგვე, ხო, არა აზროვნება, არა ეს შეგრძნება, რაც ახლა მოვყევით. კი. რომელია სწორი? ამაზე ხო, აი უკვე ადამიანს თვითონ, მაგრამ თავარი რა არის კვანცა იცი, რომ ადამიანს სიამოვნებს, თავისი სისტემა აქვს მოგონილი. წმენის, აი მე მგონია ბუდიზმის სწორია, მე მგონია მართლმადიდებლობა ყველაზე სწორია, მე მგონია მეცნიერება სწორია. ამ ჩვენი სისტემის გარეშე გვიჭირს. ეს უფრო მთავარია და ამისი გააზრება გვეხმარება იმაში, რომ მოდი რა სხვას არ შენ რატო გჭირა არასწორი რელიგიის, ან შენ რატო გჭირა არასწორი მეცნიერების ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ კარგად ყოფნის ერთ-ერთი გამსაზღვრელი სხვა ფაქტორებთან ერთად არის ადამიანს წამს თუ არა რამის. როცა სულიერებაზე ვლაპარაკობ და აი იქ უკვე იქ აჩკარად აჩვენებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იცავს. კი. არ ხო მე მქონდა ეგეთი რაღაც რომ
ისეთ გვიტყვი ბარემ რომ მე არ ვარ რელიგიური ადამიანი რა, თუმცა ეს არ ნიშნავს რელიგიურობა ჩემთვის სხვა არის და რწმენა და ეს სხვა არის და ვიყავი ინდოეთში, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და რა თქმა უნდა, ანუ მე რომ მკითხო ყველაფრის რა თქმა უნდა, რა საერთოდ. ბატონო სიტყვა რა თქმა უნდა, რატო გეთქმევი და შენი აზრი. ეხლა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩაბეჭდილი ხო, აბარა და იქ რო ვიყავ ინდოეთში, ცოტა ისეთი მოგზაურობა მქონდა, რომ აი იქაურ ტაძრებში და იქაური რელიგია გავიცანი და ეს რაღაც და რას მივხვდი იცი რომ ფორმებში არის განსხვავება, თორე ყველაფერი ერთნაირია. ანუ რაც აქ მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება, სიტყვათა ვთქვათ ხო, რაც პროცესებიც მიდის, რაღაცა წირვა ის ეს. ანუ კონცეპტი იქაც ინდუიზმში იყო იგივე რა, უბრალოდ ფორმები არის რაღაცა ზეთის მაგირად სხვა რაღაცას აცხებენ, რაღაცნაირად სხვანაირად მღერებენ, მაგრამ ერთ რაღაცაზე არის დაშენებული საბოლოო ჯამში. მე ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე საერთოდ რელიგიაზე. მეც ყოველთვის. სწორედ ისევ აი ამის გამო, რომ ადამიანებს აქვთ თავიანთი რწმენა, რომელიც თუ კიდევ ერთხელ ეს რწმენა არ ხდება ვინმეს ჩაგვრის ინსტრუმენტი, მაშინ იქ საერთოდ არანაირი საჭიროება არ არის, შენ აუხსნა ხა ეს რწმენა ამასთან მიმართებაში ასეთია თუ არა, იყოს ადამიანი რწმენაში. რა თქმა უნდა. ამიტომაც კონკრეტულ რელიგიებზე, რა თქმა უნდა, რაღაცები არის, რაც ისტორიულად უფრო მეტნაკლებად გედება ან არ გედება, მაგრამ მე არა ვარ კარგი ადამიანი, ვინც ამაზე უნდა ისაუბროს, ალბათ თეოლოგები კარგად ისაუბრობენ, ხა აბრაამისტური რელიგიები უფრო ერთ იმაზე არის. ინდუისტური და იქ აღმოსავლური ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მე ვიცი შენ რასაც გულისხმობ. შენ გულისხმობ იმას, რომ შენ როცა ადამიანი ადგები ამ რაღაცა სულიერების გზას, შეიძლება ფორმები შეგვეცვალოს, შეიძლება კონკრეტული რიტუალები გქონდეს განსხვავებული, ეს არის სხვა გზა. განსხვავებული გზა, ის გამოდი მეტი ფული ვიშოვოთ. ხო, არა, ეგ თალსახად მეტი ფული ვიშოვოთ, ეგ საერთოდ გადავდოთ, მაგრამ იცი როცა ვამბობ რომ არსებობს რაღაც ცნობიერი და გონი აი შეიძლება ახლა ბევრი ბიბლყონა და მაინც ვერ ჩამოვაყოლინებო აზრი ესე თქმა მინდა, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად აი ესე ითარგმნა ამ ბოლო დროს რაღაცებს ვკითხულობ და უფრო ეს შემოდის ამდენი ინფორმაცია, რომ ნებისმიერ რელიგია რომელიც არსებობს დედამიწაზე ახლა ამ მომენტში ყველაფერი არის დამყარებული რაღაცა ცოდნაზე, რომელიც საბოლოო ჯამში არის დაყარებული რაღაცა გონზე. გონი რა? ხო და ეს გონი რა არ ვიცი ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ეს დამყარება აი ამ რაღაცა კავშირი რატო გავაკეთე შესავალში რომ რელიგიური არ ვარ თქო რა, ანუ არ მივსდევ რაღაც კონკრეტულ რელიგიას, რომელზეც ვთვლი რომ აი ეს არის და მოდი და მეტი საერთოდ არაფერი არ არის დედამიწაზე არ არსებობს და ეს არის ჭეშმარიტება რა. ჩემთვის არის ძალიან ესე როგორ გითხრა, ნეირომეცნიერებაც საინტერესოა, ისიც საინტერესოა, რომ ყველაფერი ერთად შეკრული, მერე შეიძლება მაძლევდეს რაღაც, აი, მე შეხარ ესე, ნახე, აი, ამისი გავლა მეც მინდოდა, მეც ესე ვარ, მე მინდა, მე მიყვარს ბევრი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ჩემი ფორმა არის სწორი ფორმა. ის ადამიანი, როდეს თუ კიდევ ერთხელ ამას არ იყენებს სხვა ადამიანის ჩაგვრის ინსტრუმენტად, ან რაღაცნაირი დამუნათების ან რაღაცის ინსტრუმენტად, იმას თუ არ ჭირდება სხვა არაფერი, არც ნეირომეცნიერება, არც ევოლუცია, არც კვანტური ფიზიკა და ჯერა რაღაცის იმისი დაე კი აბსოლუტურად ყოველ მით უმეტეს რაც პოდკასტი გავუკეთე და აი ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება ძალიან ბევრთან გინდა კომენტარებში გინდა პირადად საუბრებში აი სულ მაგ იმაზე ვარ ეხლა განსაკუთრებით რომ დაე აი ყველაფერი დაეცეცა არა ისე რომ არასწორი ჯერა არა მე როგორ შეიძლება ვიცოდე რამე მაშინ უნდა 100%-ით რაღაცა ვიცოდე რომ ამიცო ხო მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი იმას ესედება მე ეს მედება ესე შემწყნარებლად აი ამის იყურება ჩემთვისაც ძალიან კარგია იყო იმიტომ რომ ოდესაც ინსტრუმენტად არის ხოლმე გამოყენებული რაღაცნაირად ჩაგვრის მე მქონდა რაღაცა პატარა მიუღებლობა რომ რატო მაგრამ თუ ეს არ არის აი ზუსტად 100%-ით მეცნიერება ბიჭერა ზოგს ორივესი ძალიან ბევრს ორივესი კი, იმიტომ რომ მაინც მე მჯერა რომ ბოლოს ერთ წერტილამდე მივლენ რა, ეს რომ მე მოვესწრებით, ვარ მოვესწრები. ისაც უნდა რომ ბოლოს ჭეშმარიტება. აი ჩვენ გვინდა რომ ეგრე იყოს და მაგიტო, ხო. ისაც კარი ეგ ჩვენში რომ ჭეშმარიტებას უნდა მივაგნო. ხო. დავუბრუნდეთ თემას, იმიტომ რომ მე ხო იცი ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს ჩამოწერილი, რაც მაინტერესებს შენთან რომ გავიარო. აღმოსავლური ფილოსოფია ახსენე ბუდიზმი და აი მეს კონცეფცია
ნეირომეცნიერებაში არსებობს, აი მე რა, კი. და აი ნუ ვინც მისდევს ახლა აღმოსავლურ ფილოსოფიას, იქ მედიტაციას და რაღაცა არის, ახლა თან ძალიან ხშირად მესმის ეს, რომ გააქრე, გაანადგურე შენი მე და დაანგრია და ჩამოანგრია და ასე შემდეგ. მე ბევრჯერ მithქვამს ამ პოდკასტში და ერთხელ შენთან ახლა საუბრისას გავმე, რომ მე არ ვარ იმ ხედვის წარმომადგენელი თუ მიმდევარი თუ ჩემ თავში მე მაგას არ ვიაზრებ, რომ ეგო მე უნდა გაქრეს, საერთოდ არ უნდა არსებობდეს რა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეგეც საჭიროა და მან მერე შემოვიყვან დამკვირვებლის კონცეფციას, მაგრამ ეხლა ამაზე ვისაუბრებ. რა ხდება, ანუ ნეირომეცნიერებაში ეგო მე რა არის? არსებობს კონკრეტული ადგილი ტვინში, რომელიც პასუხისმგებელი არის აი ამ მეს შეგრძნებაზე და ის ადგილი თუ ნაკლებად აქტიურად მუშაობს, ეს მე გაქვს უფრო სუსტი ახმა გაქვს ამ მესი. ამ კონკრეტულად შეიძლება რეგიონს მივაგროთ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო აი ventromedial prefrontal cortex-ი ერთ-ერთიანი პრეფრონტალური ჩვენი კორტექსის, მოდი ცუდი სიტყვები ვარ ვიძახო, PFC-ს დავარქვია მარტივად. ერთი ადგილი არის, რომელიც განსაკუთრებით რეაგირებს მეზე. განსაკუთრებით ამაზე რეაგირებს ხოლმე, ანუ ტვინში რომ სკანერში იყო და რაღაცებს გეუბნებოდნენ, თქვათ რაღაცა ნუცა წავიდა სადღაც პოდკასტში, ეს უბანი არ იმთება, გვანცა რომ იმავე წამს. ძალიან საინტერესო ამბავი აქვს ამ რეგიონს, ჩემთვის აღმოჩენა იყო და ეს აღმოჩენა გავაკეთე მაშინ როცა მუშაობდი ესეთ თემაზე, თვითშეფასება როგორ იქნება ადამიანის. ეს VMPFC ეს ადგილი ძალიან გადახრილია პოზიტიური ინფორმაციისკენ, როცა ჩვენ თავს ეხება. ძალიან საოცარია, ხო? ახლა ამიგდალა მაგალითად უფრო ნეგატივს აფიქსირებს სხვებში, მაგრამ შენ თავს როცა საქმე ეხება, გაცილებით მეტი სიზუსტით იბეჭდავს პოზიტიურ ინფორმაციას. ლითივადგენ სკანერში რომ უყურებთ, ეს რეგიონი აქტიურია, როცა კარგს ვამბობთ და როცა ვამბობთ, ნაკლებად აქტიური. ანუ რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული რეგიონები, რომელიც შეიძლება ესეც როგორ არის იცი, რომ შეიძლება სხვაობა იყოს ოდნავ მარცხნივ რეგიონი რაც აკეთებს, ოდნავ მარჯვნივ რაც აკეთებს. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ამ გაქრობაზე, მესი ერთი რომ ალბათ არც არავინ ამბობს, რომ ბოლომდე მე გააქრე, ის სხვა არის რომ აღმოსავლური ფილოსოფია ამბობს, რომ ხდება მერე ბოლოს გასკივოსნებისას, აქ ლაპარაკია რომ ამ მეთ ნაკარნახები ნაკარნახების სურვილების შეამცირე და მინიმუმ გაიგე როგორ მუშაობს ეს მე. ალბათ ანუ არის გამიგე განადგურე რაღაც ხო. კარგი მარკეტინგული ხება ხო განადგურე რომ რაღაცა ნაკლები და ნაკლები იდენტობები გქონდეს გარე სამყაროს ხო? უფრო ის იქნება კარგი რომ თუ ადრე აი კარგი პოდკასტი აი მე ჩემ არხს ბევრი ნახვა აქვს. აი არ იმოქმედოს ამან საერთოდ მაგამდე თუ მიხვალ აღარც გააკეთებ არხს. აქ არის რომ რა დონეზე მიმოქმედებს, ხო? აი თუ არა აქვს კარგი ნახვა, თუ ვერ მიაღწია იმ წარმატებას, რამდენად ცუდად ხარ. უფრო ეს გონია ჯერ ხა არის რომ უკვე ისეთი გამოცდილი ან მედიტაციაში ადამიანი ხარ, ან საკუთარ თავზე მუშაობ, ან დაყუდებული ბერი ხარ. იქ სხვა რამე მუშაობს, მაგრამ თუ ლაპარაკობ ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, ან რა ვიცი, ოჯახი აქვთ. ამ საერო ესე ვთქვა ცხოვრებაში არიან, იმათთვის პირველი არის რომ არ გქონდეს ამხელა გავლენა ჟუჟუნამ რა თქვა. ხო? ჯერ ამითი ვიწყებთ. ეგო კი არ ქრება, მაგრამ ეგოს მდგენელები სუსტებოდეს. ნელ-ნელა ხო? ჟუჟუნა მე და მე ძალიან სუსტებოდეს და ბოლო არის რომ უკვე ისიც აღარ გადარდებდეს, აი ძალიან მიყვარს ჰესეს ზითარტა. ხო, რომ ბოლო რა ქონდა რომ შვილიც უნდა დაეთმო და ვიღაცას ქონდა მე მგონი ესეთი დაწერილი რომ როგორ შეიძლება ბუდას ცხოვრება ბუდას ცხოვრებაზე კარგად დაწერო რა ესე აქ ეს ანუ რომ ნელ-ნელა შეამციროს ეგოს გამსაზღვრელები როცა ეგოს და ერთ-ერთი ნეირომეცნიერულად როცა აკვირდებიან აი იმ ბერებს რომელსაც 10,000-ობით საათი აქვს მედიტაციაში გატარებული, იქ ძალსახად ჩანს, რომ მათი ტვინი სხვანაირად მუშაობს. ფოტოშორის ამას იყენებენ ნეირომეცნიერებიც იმის დასტურად, რომ ხო ვამბობთ, რომ ტვინის კონსტრუქცია ისიც, ანუ ფიზიკურად სხვანაირი ტვინი არის, ხა რაღაცა მოწყობა კი არა, მაგრამ აქტიობა ტვინის არის განსხვავებული. მაგალითად, ერთ-ერთი ისეთი აღმოჩენა იყო, როცა ჩვენი ტვინი გამოსცემს სხვადასხვა სიხშირეებს, ხო?
და გამასიხშირე რომელიც აღტაცების და მოკლეხნიანი სიხშირეა ხოლმე აი ამ ბუდისტ მონქებში, როცა დალაი-ლამის ინიციატივით დაიწყეს აი ამათი ტვინის სკანირება, ეს სიხშირე უფრო ხშირი იყო, სტაბილური და დიდხნიანი. ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ტვინში ესეთი ჩვენ ნეტვორკი DMN-ი, ანუ default mode network, ესე იგი თავარი ნეტვორკიც არ ქვია, ხო, შეიძლება DMN-ი დავარქვათ. ეს არის ის ტვინის უბნების ერთობლიობა, რომელიც აქტიურია მაშინ, როცა არაფერს არ ვაკეთებ. ო, აი ეს მაინტერესებს, კი. ანუ სკანერში რომ შეიყვანონ ადამიანი, არაფერი არ გააკეთო, ის DMN-ი ყოველთვის აქტიურია და DMN-ი და არის მეორე ნეტვორკი, რომელსაც მაგალითად ყურადღების ან ფოკუსის და უცებ რაღაცა გითხარი რომ ბაცაბა ეხლა ხელი მოკიდე ამას, უკვე შენ რაღაცას აკეთებ, DMN-ი ითიშება, ის ახალი ნეტვორკი. ეს DMN-ი არის ჩვენი ფიქრების, ჩვენი აზრების ავტომატში რაც ხდება. სწორედ ისინი ვინც ბევრს მედიტირებენ და უფრო ამ გზაზე არიან, ეს DMN-ის აქტივობა აქვს გაცილებით სუსტი. და ეს კარგია, ხო, ანუ ენერგო დაზოგვა ხდება ამ დროს, ხო? ეს DMN-ი არის, რომელიც აწმყოში არ გვამყოფებს. ხო, აი ეს მაინტერესებს, რომელიც სულ მომავალზე გვაფიქრებს. ან წარსულზე. გვაგეგმებს, ხო, ან წარსულზე, ხო. არ წარსულზე. ეს აწმყოში შეგრძნება, იმიტომ რომ ის ისეთი ნეტვორკია, რომელიც როცა ძალიან აქტიურია, საკმაოდ კი ბატონო, არაენერგო ეფექტურია და სხვა ნეტვორკები ამ დროს ტვინში არის გაჩერებული და ამ ბერების აი 10000 საათზე მეტი ვისაც გქონდათ, უფრო სტაბილურია მათი სიგნალები. ყველგან არის რაღაცა ტიპის სიგნალები და აი ესე არ არის ახტა-დახტა. ეხლა DMN-ში უცებ რაღაც ახტება, უცებ ძალიან ნეგატიური ემოცია წამოვა, კორტიზოლს გააკეთებს და არასტაბილური სიგნალებია ამ დროს და აი ამ წრთვნით რომელიც თავისუფალი ნებით შემოდის, კი. ხო, ნახევრად ხუმრობით აი ამ წრთვნით ხდება ამისი სტაბილურობა. ან კი ტვინში ეს მედიტაციური მდგომარეობა აქვს კონკრეტული ფიზიკური გამოხატულება. კი, ეხლა ორი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თქვა აქ, რომ ეს DMN-ი ანუ ადამიანებს ხანდახან გონიათ ხოლმე რომ ისაუბრია რომ მე ისე ვარ რომ აი სულ ვფიქრობ სულ წარსულზე სულ მომავალზე ანუ ეგ როგორ თქვა ბუნებრივი უბანი არის ჩვენ ტვინში და ყველას გვაქვს ხო ბუნების ერთობლიობა შედის აი ის უბანი რო გითხარი მეს ხო აი ეს ventromedial prefrontal cortex-ი მათ შორის ჰიპოკამპი ანუ ის ჩვენი მეხსიერების ეს არის აი ესეთი დიდი ნეტვორკი რომელიც აკავშირებს აი ამას გაცნობიერებულ ტვინს და ჩვენს ნიმბურ ტვინს აი ესე ქსელი აი ამ უბნების რომლებიც ერთად ინთებიან. ხო, ანუ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან. ეხლა მედიტაციას დადგმს, ხო, მე მედიტირებ რამ წლებია და მქონია ცხოვრებაში მედიტაციები, როდესაც ვსივარ მედიტაციაში და არავინ და არაფერი არ ვარ და არსად არ ვარ. მაგრამ თან ვიცი რომ ვარ. აი ის უბნები რომლებიც შენ გაძლევს იმის აღქმას, რომ აი ეს მე ვარ, აქ მე ვიწყები. ამას კონკრეტული ტვინის უბნები არეგულირებენ, აქტიობა არის მაგალითად 0 ან მინიმალური, ამიტომაც შენ ეს შეგრძნებას დაკარგული გაქვს. ხო. ანუ ეხლა რისით მომიდა, იცი, რაღაც მომენტში ეს შემოდის ფიქრები, რომ რაღაც განსაკუთრებულ წერტილამდე მიხვედი რა. არის განსაკუთრებული წერტილი, იმიტომ რომ და რეალურად ესეც ცოტა მიწიერ დონეზე რომ დავიყვანო და ველაპარაკოთ, შეგვიძლია იმ დონეზე დავიყვანო თუ თქვათ, რომ უბრალოდ იმ ტვინის იმ უბნების მოქმედება გააჩერე, ხო? არ ვიცი, მოცარტი რო წერს. ხო. განსაკუთრებულ რამეს ქმნის, მაგრამ მისი ტვინი ქმნის, იმიტომ რომ ტვინი შვება ამას, ამიტომ განსაკუთრებული არ არის. კი. ხო? ამიტომ კი, რა თქმა უნდა, იქ ამ ყველაფერს აქვს ტვინში ყოველთვის თავისი მატერიალური ახსნა. აქ ჩვენი კითხვა ის არის, ეს მატერია იწვევს იმას თუ ის იწვევს ამას. ამაზეა რომ ვერ წახდებიან, თორე ყველაფერს თავისი მატერიალური ახსნა აქვს. ამიტომ კი, როდესაც შენ ბუნებრივი მდგომარეობით ახერხებ მიაღწიო ისეთ მდგომარეობას, სადაც მეტი სიყვარულია შენში, მეტი სამყაროს მიმღებლობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ხა გინდა ეს ნიშნავდეს რომ ტვინში ეს უბანი გაითიშა გინდა არა აბა მიდი გათიშე თუ არ გიმედიტირია აბა ჩვეულებრივ ადამიანმა გათიშოს ხო ანუ ეს არის ჩვეულებრივი დისციპლინა მუშაობა როგორც აი ხა პოდკასტზე მუშაობ ეგრე მუშაობ მედიტაციაზეც ხო
და ბოლოს გავიდე და ძალიან ბევრ თემაზე მინდა მაგრამ მე კიდევ უნდა კვეთიოს თუმცა აუცილებლად ერთი კითხვა რაც მაქვს როდესაც შეცვლილ ცნობიერებით მდგომარეობას ეძახიან ხო მენტაციის მდგომარეობას რა ასევე შეცვლილ ცნობიერების მდგომარეობა მიიღწევა სხვადასხვა ფსიქოდელიური ნარკოტიკებით დანამატებით თუ არ ვიცი როგორც ქვია ამითი ამ შემთხვევაში არსებობს რამე დასკვნა რომ ეს ფსიქოდელიური ნივთიერებები ტვინს აზიანებს არა გააჩნია ძალიან ფართო თემა არის და რატომ მაინც თავში ვიკავებ კიდევ ერთხელ ადრეც ჩემი დისერტაცია ჰარვარდში სწორედ ამ თემაზე იყო და ძალიან საინტერესო აღმოჩენები არის მაგრამ ჯერ მესამე ტალღის ექსპერიმენტები არ ჩატარებულა და რადგან ნიშნავს როგორ არის ეს საერთოდ როცა ატარებ ექსპერიმენტს მაგალითად წამალი გამოიგონე რაღაცა ხო ნუ ჯერ ფარმაკოლოგიურად ნახულობ მე მოცხოველებში მე პატარა ადამიანებში მე უფრო დიდი რაოდენობა ადამიანებში მეორე ტალღარი დიდი რაოდენობა და მესამე ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებში რის შედეგადაც აი ამის შემდეგ თუ ყველაფერი დადასტურდა მე უკვე FDA აკეთებს დასტურს რომ მიიღება როგორც ადგენილი საშუალება სამკურნალოდ. ფსიქოდელიკური ნივთიერება ქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი კვლევა ტარდება ფსილოციბილზე, რომელიც სოკოში შედის. და ყველაზე წინ არის ამაზე კვლევები წასული, მე არ გულისხმობ MDMA-ს და სხვა იმებს. წინ წასული არის, მაგრამ ბოლომდე არ გაუულია. ძალიან საინტერესო აღმოჩენები აქვს, მაგრამ ასე პოდკასტიდან თქმა რომ იცი რა არის, აი ამას აკეთებს. ეს ძალიან ხშირად იწვევს იმას, რომ ადამიანი მე რეკრეაციულად მოიხმარს. არ შეიძლება ესე, ან როცა მზად არ არის ესე მოიხმარს, ან ამას სჭირდება ძალიან სერიოზული კლინიკური დაკვირვების ქვეშ ყოფნა და ისე ამ პროცესის გავლა, რომ ის ეფექტი კონდეს, რასაც ვითომ ამბობენ რომ აქვს. ხო, ხო. ეს კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცები ახლა მაყურებელი იტყვის, რომ მე ესე დავლიე და კარგი იყო. კი, მაგრამ სტატისტიკურად რომ ეს იყოს უსაფრთხო და არანაირი გართულება არ კონდეს და კონდეს ის შედეგი, რაც მართლა თითქოს ინიშნება, რომ საოცარი შედეგები შეიძლება კონდეს დეპრესიასთან საბრძოლველად. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან აი კარგის პროტოკოლების მიხედვით მიდის, ისეთი დაკვირვებულ სიტუაციაზეა საუბარი. ამიტომ იქ თუ აღმოჩნდა რომ არ იყო საშიში, არ იყო საშიში, იმიტომ რომ ყველა პროტოკოლი დაცული იყო და როცა ახალგაზრდა თავისით რაღაცას ამიტომ ჰავს ვიკავებ ამ თემაზე საუბარს. მადლობა მაგ დამოკიდებულების. არა ძალიან მე რაღაც დოკუმენტური ფილმი ნახე, სადაც მე ძიმე დამოკიდებულებას ებრძოდნენ სოკოთი რა და მაგიტომ რაღაცა უბრალოდ მესმის აბსოლუტურად ყველაფერი. ბოლო კითხვა დავშვა. ასეთი მითი არსებობს და ძალიან მაინტერესებს პასუხი მაგაზე, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენი ტვინი 7%-ს და აინშტაინი და ვიღაცები იყენებდნენ არ ვიცი 11%-ს და ჩვენ რო ვიყენებდეთ 30%-ს ვიფრენდით რა. ხო. როგორ მახსოვს ეს მეც ჯეროდა ძალიან დიდხანს ამ მითვის. და ისე ყვებოდი ხოლმე რომ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ გამოვიყენოთ და აბსოლუტი რა თქმა უნდა ძალიან ენერგო არა ეფექტური ორგანო არის მოიხმარს ჩვენი მიღებული კალორიების 20-30%-ს ტვინი, როდესაც იწონის მხოლოდ კილონახევარს. ანუ 2%-ზე ნაკლებია და მოიხმარს 20-30%-ს. ყველაფერს იყენებს მთლიანად და იმდენად ყველაფერს რომ ახალი მეხსიერება აწირს ძველ მეხსიერებას ხო რომ ის ნეირონები ადგილი აღარ აქვს ხო ესე რომ თქვა ამიტომ კი ეგ ნამდვილი მითი არის და მეორე კითხვა ხალის და მამაკაცის ტვინი თუ განსხვავდება ერთმანეთისგან აი რა ანუ იმაზე ფიზიოლოგიურად ხვდები რომ არ განსხვავდება ჰორმონალურად განსხვავდება რაღაცა უბნები იქით უფრო გაძლიერებულია კი განსხვავდება ცალსახად ერთმანეთისგან და აი ამაზე მეკრება ზუსტად ეპიზოდი რაღაცა კუთხით განსხვავდება მაგრამ რამდენად ხო ქალებზე ხო ამბობთ რომ ქალები ვართ უფრო ემოციური წარმონაქმნები თუ არსებები თუ ადამიანები რომლებიც აი უფრო ემოციებით და ამბო ესეთი ისის დაიარება რომ კაცები არიან უფრო რაციონალურები და რაღაცა აგრესია მაგალითად როცა ემოციებზე ვლაპარაკობთ ახლა რეალურად ვლაპარაკობთ ესტროგენი ქალის იწვევს უფრო ემპათიურობას უფრო მეტად მიმღებლობას და თქვათ ტესტოსტერონი იწვევს უფრო აგრესიულობას ეგეც ემოცია აგრესია ემოცია მაგრამ იმას ვეძახით ჩვენ ემოციურობას და ამას არა განსხვავებული ემოციები გვაქვს განსხვავებული არა ძალიან მაგრამ ნუ შესამჩნევი ისე რომ ჩვენი ქცევებიც შესაბამისად იცვლება ჩვენი წარმოდგენები ცხოვრებაზე მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ის უფრო ემოციურია თუ
თუ ემოციას დაუძახებთ სიყვარულიანობას კი, თუ აგრესიასაც შევიყვანთ, მაშინ ხო, იცი რას ამბობენ ხოლმე ხშირად გამიგია ესე პირად საუბრებში, რომ კაცი, ანუ ქალი ძირითადად გადაწყვეტილებებს იღებს ემოციური ბექგრაუნდით და კაცები ხო. საერთოდ ეს კატეგორიზება, არამედ თუ ქალების და კაცების ამხელა ფართო კატეგორია, ისეთი კაცებიც არიან, ასეთი კაცებიც, იქ რო შეხვიდე და ნახო, თუნდაც აი ერთგულების კუთხით, იმდენად სხვანაირი გენეტიკა აქვს, კაც ზოგი დაპროგრამებულია რომ ერთგული იყოს, ზოგი დაპროგრამებულია რომ არ იყოს. და ზოგადად კაცები ყველანი ერთნაირები არიან, ან ხალე ну ეს რა თქმა არ მე უბრალოდ აიძრამენ ცუთა მეცნიერულ თვალსაზრისით მაინტერესებდა განსხვავება თორე ჰორმონებში რა განსხვავება არის ეს მესმის და ჰორმონების შესაბამისად მოქმედებს ტვინი ხო? მაგრამ შეიძლება აიღო ერთი ქალი და შეადარო მეორე კაცს და ისინი ძალიან გავდენ ერთმანეთს. ხო. გაცილებით უფრო გავდენ ისინი ერთმანეთს, ვიდრე ეს კაცი და ის კაცი ერთმანეთს. ანუ ეს ხო სულ სპექტრია. ადამიანი ხო სპექტრია ამ ჰორმონების, გენების, გამოცდილებების სპექტრი არის. და რა თქმა უნდა, საშუალო სტატისტიკურად კაცებს აქვს განსხვავებული სქესობრივი ჰორმონების რაოდენობა და ჩვენ განსხვავებული ეს იძლევა განსხვავებებს, ამას დამატებული იძლევა განსხვავებებს კულტურა, იმიტომ რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ფიზიკურად ტვინზეც. შესაბამისად განსხვავებულია კი. ხო. მაგრამ არა საიმისოდ რომ რაღაცა მორალური დასკვნები გამოვიტანოთ, ხო, იმიტომ რომ მეც როგორც წესი ამ საერთოდ არ მიყვარს ესეთი ტიპის საუბრებში შესვლა ხოლმე, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ მეცნიერი არ ვარ, რაღაც მეცნიერულ დასკვნა დავდო და ალბათ ცნობით საუბრო რაღაცა იმეებით, ვიღაცების თქმით და მაგდენი მეხსიერება არ მაქვს რომ მახსოვდეს რაღაცეები. და მაგრამ აი ესე ყოველთვის თუ შევდივარ მაგას ვიძახი ხოლმე, რომ განზოგადებულია და არ არის ეგრე რა, იმიტომ რომ შეიძლება ისეც იყოს და ისეც იყოს, საშუალო სტატისტიკურად, მაგრამ აი რაში არ მომყვება ის მბიან ხოლმე ის ადამიანები, რომ კულტურულ ნაწილს არ ითვალისწინებენ რა. აი ძირითადად მანდ არის ხოლმე სრული ჩაკეტილი განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან. სულად კეტავენ მაგ თვალსაზრისით, რომ კულტურა თითქოს არანაირ ზეგავლენას არ ახსენ და ამდენი საუკუნეების განმავლობაში. არ აწყობთ. ესე ურჩევ. კიდევ ერთხელ ჩვენ ხო აი მთელი ჩვენი საუბარი იყო, რომ ჩვენ გჭირდება რაღაცეები, რითიც ვამართლებთ რაღაცებს და ესე ჭირდება ესე სიამოვნებს და სულ არ აინტერესებს შენი რაციონალური ფაქტი მესმის, ოღონდ აი ამასაც რაღაცა არა დაკლინების ფორმატში არ ვიზახი, იმიტომ რომ ჩვენს ეგ გვაქვს უამრავი რაღაცა, აი მე ნეირომეცნიერებაში ეს ვნახე რომ ვიტყვი, ესე იგი მე მიხარია ხო რომ რაღაცა დასტური მივიღე რაღაც ჩემი წარმოდგენის და ასე ურჩევნიათ და დაე. აი მართლაც ყველაფერზე დაე. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მისჭირს შენი გაშვება. მიხარია თუ დაგაინტერესა. ძალიან სასიამოვნო იყო შენ და საუბარი. აი ბრავო. და მე ვფიქრობ, რომ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს და ბევრი თემები იქნება განსახილველი, იმიტომ რომ აი რა კითხვებიც მაქვს, იმის იქით კიდე მაგდენი მაგ დარჩენილი, ანუ ბევრ თემაზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვიტყვი, არ ჩვენს ქვეყანაში აი გახსოვს რომ მოხვედრე რომ მკითხე სტუმრების მიმართულება, ხო ჩვენ ქვეყანაში არ არის ბევრი სპეციალისტი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს და რაღაცა მე დრო დგება უკვე, როდესაც პოდკასტს აკეთებ, რომ მე გამეორებაზე გადადიხარ, იმიტომ რომ თან იცი რა არის, აი შეხო ეცნობი ყველაფერს ახალს, აი ეს თითქოს ჭირს ხოლმე რა, იმიტომ რომ ბევრი ყოფილა სტუმრისთვის მეთქოს რომ მოდი ამ ეხლა ძალიან იმასში ვყვები, ჩავდივარ დეტალებში, მაგრამ მაინც ვიტყვის შეიძლება საინტერესო იყოს იმისთვისაც მაყურებლისთვის, მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ და არ მოყვებიან, იმიტომ რომ მაგალითად ბევრი ინფორმაცია არ არსებობს მაგაზე და შენევნები რომ მოდი უბრალოდ ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ მაინც რადგან სახელია ხო და რაღაცა უფრო მეცნიერის ის არის ჭირს ხოლმე რა და ხო, ამიტომ არ გეგონოთ მეგობრებო, რაღაცები არ გვაინტერესებს, უბრალოდ ხანდახან სტუმრები არის. მადლობა. და ჩემ მაყურებელს ვეტყვი, ვინც ამ ვიდეოს უყურეთ და მოგეწონათ და ბოლომდე გამოვყვებით, მოიწონეთ ვიდეო თვითონ, როდესაც ნახავთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მეხმარება თვითონ გავრცელებაში ვიდეოს, ბევრი ადამიანის ყურამდე მიდის, თვალამდე მიდის და თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ცოდნისმოყვარე პოდკასტის ოჯახის წევრი და ეხა შემოგვიერთდით ამ ვიდეოთი, გამოიწერეთ პოდკასტი. მადლობა.